სარეკლამო ჭრის შემდეგ, ხო? კი ბატონო. ახლა ჩემი ქართული ოცნება. ახლა ჩემი ქართული მართალია სიმაღლის ეშინია, მაგრამ მაინც მე-17 სართულზეა. და დღეს წამყვალების ამპლუაში არიან ნიკომელია და ზურაგირჩი ჯაფარი. მე დეკორაციის რეზო რატომ დღეს დადუმდა და საერთოდ ხმას არიღებს და ვაგზელებთ საუბარს. იცი ამით ამ ადამიანებთან დაკავშირებით საუბარს კი არა და უფრო სწორად აი ხო ხედავ როგორი დაბნეული ვარ დღევანდელ ეთერში. ანუ რეალურად გვაინტერესებს როგორები არიან ისინი, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ მათ რაღაცა პოლიტიკური განცხადებებით, რაღაც საპროტესტო აქციებზე და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად მართლა გვინდოდა გაგვეცნო რა არის მათ უკან. რა ვიცი, დარს კითხვა გქონდა შენ. არა, იცი, ეხლა ვფიქრობდი და ძალიან ბევრ უცნაურ ამპლუაში ვიხილე ამ ბოლო დროს ბევრი პოლიტიკოსი არა, მაგრამ აი ეს ხალხი აქ წარმოადგენენ, ნუ ხა გარდა იმისა, რომ მამუკა წინასაარჩევნოდ მოგვევლინა როგორც ბავშვების დამსწრებელი და მე ვიცოდი სხვათა შორის რომ უკრავს და მღერის და ძალიან სასიამოვნო ელემენტი იყო ეს ნამდვილად ყველასთვის აი რაღაც ყველაზე ისეთი თქვენი ოპონენტებიც კი დაადუმა მე მგონი ამ ამბავმა ზურა უბრალოდ სულ სურპრიზებით არის და ეს თქვენი საარჩევნო ხა ვიდეოც რო იწყო მოტოციკლეთით რომ მოდიხარ ეგეც კარგია ხო და მე მგონი ერთ-ერთ კომპანიასთან ერთად მიმტანათაც იმუშავე ხო ორთან დაჟე ელვისი და გლოვო ორივეზე კურიერად გლოვოს დაჟე ორჟე ეგ ის არის კარგი ის არის რა გამოცდებით ამბავიც კარგია მაგრამ პლუს მაგათაც რომ მუშაობ კურიერად თელი ღამე ახში შემთხვევაში თელი ღამე ამ კურიერებთან თან კურიერების დიდი ნაწილი ჩემი მხარდამჭერები არიან იმათთან ინტერაქცია გაქვს რა რიგში ერთად გახარცავ მაკდონალდში და რაღაცებზე ლაპარაკობ ყოფით რაღაცებზე ხო სანამ ელოდებ შეკვეთას ხო ხო, სანამ ზურა, მე როგორ ხვდებიან ხოლმე, რომ შედი ხო, ზურა შენ. კაი, ის არის, რომ კასკადა პირბადე თუ გეკეთებ, ერთს გიცნობენ და უფრო ისე იქნება. არ მიკეთია ხოლმე კასკადა. აი, უცნაური ისტორიებიც არის. თუ გინდა მოგიყვებით. ძალიან გვინდა. ეხა ბოლოს ვიყავი გლობოს კურიერი და წვიმა იყო თან წვიმაში, ღამე დილის 5-მდე და გამოძახება იყო გლობოზე შეგიძლია რაღაცა საჭმელს იძახებენ, საჭმელს და სხვა რაღაცებსაც იძახებენ ხოლმე და hours-ში იყო გამოძახება, რომ hours-ში უნდა მისულიყავი და რაღაც უნდა წამეღო და რაღაცა გავიქით დოლიძეზე შევარდი დოლიძის hours-თან უნდა წამეღო და ფიგაც თან და მახტენ თან და ჩემი მეგობრები და თან მანქანაში ლაპარაკობ რა აუ ვიღაც ახლა მართლა რო კვდებოდეს და წამალი ეჩქარება და აფთიაქიდან მიგაქ რაღაცა ადამიანთან არც იცი რა მიგაქიდან მივედი გადავედი ამ წვიმაში შევედი hours-ში და ვეუბნები ნომერს რომ ეს ნომერი შეკვეთა მინდა მეთქი და იღებს და მაძლევს შარდის ჩასაბარებელი კონტეინერი მარტო მაგას და წავიღო ახლა მისავარც აღარ ვიტყვი რა წავიღო სხვა უბანში რა ხო და არაფერი და ესეთ ჩვიც ვახტა ჩემი მეგობარი ეს გადმოყვა მაგაიდან და ლაივს რთავს და მოუყვება და რა საკეთებდი და სახი მაინტერესებს უფრო შე რომ მიუტანო მაგასო ლაივში უნდა გავუშვო ლაი გავათიშინო არა ის სახე მახსოვს ახალი ეს სამართლო გადავეც შარდის შესაბამისად აი 2002 წელია წარმოიდგინე პირველად ევროპაში მე 2002 წელს აღმოჩნდი რა რატო გამოტოვეთ ამ დროზე გახარიას მისამართზე ხوار მიდიო იმან ხულიგან ისეც გაჟღერდა ეგ ახლა გახარი რომ დაგხვდეს რა გახარი არისო არა ვინც იყო იმის სახე იყო შტამბერტა მაგრამ მოუღია გამოგიჟა და შემიძლია აი რა გლოვოს კურიერებს რომ ხედავ ან ვების ობიექტებში ახალგაზრდებს სტუდენტებს აი ძალიან მიხარია რომ ეს მაინც ხდება ამ ქვეყანაში და ახალგაზრდა თაობაში რომელსაც კომპლექსი არ აქვს ვაღიარებ ძალიან დიდი კომპლექსი ხდება ხო აი როგორი კომპლექსი მე მქონდა ეხლა ვაღიარებ ხა შეიძლება მქონდა 10 წელი არა ამ ახალგაზრდები და ეხლა 22 წლის ვიყავი ინგლისში ჩავქმნით ესე იგი პირველად აღმოჩნდი ინგლისში და წარმოიდგინე სად ვარ ესე იგი ინგლისში მივდივარ რამდენიმე თვით და სანამ წავიდოდი ხო ფეხი ზომა 48 ზომა მაგ და სულ პრობლემას ვაწყდები რა სულ პრობლემას ვაწყდები სულ პრობლემა მაქვს და სანამ ინგლისში წავიდოდი აქ პავლოზე კერავს მქონდა ფეხსაცმელი სამკერვალო გოგორვა თათა ვარდანაშვილი ხო იმასთან მივედი შეუკვეთ ეხა ინგლისში მივიდოდი რამდენიმე თვით წამოვიდი ფეხსაცმელი ხოლმე მქონდეს დამატებით ინგლისში მიდიხარ და აქ კერავ ფეხსაცმელი მიგავ წარმოვიდი მე მალევე მივხვდი რომ შეგიძლია შეხვიდე და ბევრი ამოვარჩიო 48 ზონის პრობლემა არ იყო მაგრამ ამას რატო ყვები კურიერზე გამახსენდა ესე იგი იქ მალევე აღმოვაჩინე რომ ხუთი ყავაზე გადებული ახალგაზრდის იმაზე ვარ ხო ყაიდაზე ვიყი რა ესეთი ვარ რა მგონია რომ
ჩამოვედი ინგლისში და ინგლისური უნდა გაიგოსო, ჩამოვედი, წამოვიდი. მალე მივხვდი რომ ეს ასე არ არის. და ხა ჩემი კურსელები ვატყობ რომ მუშაობენ სხვადასხვა კვების ობიექტებში, სხვადასხვა და ასე ვთქვათ დაწესებულებებში, ან ღამის კლუბებში მიმტანებად, ან რესტორანში მიმტანებად, აშენაშენ და 6 თვე დამჭირდა, 6 თვე. ეს ნაბიჯი გადამედგა და აღმოჩნდა ესეთი ტრანსნაციონალური კომპანია, ქათმების რესტორანი ნანდოს ქვია, ნანდოს. იქ დავიწყე მოკლედ გრილერად მუშაობა, გრილერად რა, ანუ ძალიან კვალიფიცირად მოგვამზადეს, აგვიყვანეს სამდღიანი ტრენინგი გაგვატარეს და მე მიგვიშვეს ღუმელთან, ესე იგი ყველაფერი რაც კი ქათმის არის, თვა გულგვილს, ბარკლებს აშენაში. კეპი გახურავს, ფართუკი და აქ სახელი ნიკ NIC ნიკანორი არ დავაწერი ხა ნიკა ის იგი. ხო და მე ნიკ რომ შემოვლენ მოგმართონ ნიკ ხა. წარმოიდგინე ხა იქ იყო ერთ-ერთი აუცილებელი რამ გასაკეთებელი ნებისმიერი კლიენტი რომელიც შემოდიოდა და მისალმებოდი და რომ გადიოდა უნდა დამშვიდობებოდი. წარმოიდგინე ხა კარები არის 30-ში და რომ გადიოდა უნდა მიგეძახა რომ ბაბაი უნდა აგეძახა. 1-3 თვე ისი კომპლექსი მქონდა წარმოგიდგენიათ ქართველი არ შემოვიდეს ვინმე. ეს 6 თვე ხო იქ ვიყავ დამჭირდა მუშაობა რომ დამეწყო ყველა მუშაობდა ჩემს გარშემო გადავდგე ეს ნაბიჯი და მე 3 თვე მუშაობდა ყველა კარის გაღებაზე გული მისხებოდა ქართველი ვინმე არ შემოვიდეს და არ დამინახოს რომ ქათმებს უწვამ. ეცამდა მალევე იყო ნუ საცხოვრებელი წარმოგიდგენიათ ხო? საერთული გამოვლინე. არა, ნუ იყო ესე ჩემს ბაობაში, ჩემს გარშემო. და იმ წლებში იყო ესეთი კომპლექსი იყო. უაზრო მოგონილი სიამაყე, ხო? წლებში კი არა მეტნაკლებად რაღაც სტერეოტიპები მაშინ ხო ერთადერთი მაკდონალდსი იყო მაშინ ჯერ მეგონი გახსნილი რუსთაველის მეტროსთან მეტი არ იყო და ახალგაზრდა არ მუშაობდა როგორც ასეთი და იქიდან რომ ჩამოფრინდი მახსოვს მაკდონალდში გაუცებული ყველაფერი მაინტერესებდა ამ ახალგაზრდას ფანერად ვუსვამდი კითხვებს უყურებდი ველაპარაკებოდი ვეკითხებოდი რამდენი გაქვს საათობრივი ანაზღაურება აშენაში მართლა გული და სული და მაგთა ჩემი მეგობარი ბავშვობის ასევე ავთო ჩაჩიბაია ის აქო დარჩა მე წავედი ჩამოვედი დავინახე ბევრი რამ სხვანაირად და ჩემს მეგობარს თელის 9 საათის განმავლობაში ეგონა რომ მე არ ვესაუბრებოდი გუწფელად და ვეხმარებოდი ნუ იყო ეს რეალობა იყო მძიმე რეალობა და დღეს მიხარია როდესაც არავინ არ თაკილობს და გვინდა რომ სტუდენტი რომელიც სტუდენტურ სამყაროშია ხო ლაღი იყოს ნამდვილად და არ იმალებოდეს ისე როგორც მე ვიმალებოდი ინგლისში მუშაობდი და ვიმალებოდი აი თეორიულად დასაშვებად მიმაჩნდა რომ ქართული შემოვიდა ყველა ჯერზე კურიერის მოსვლისას სულ მინდა ხოლმე რომ შევაქვა ყველა ჯერზე მინდა რომ უთხრა ყოჩახ რა მაგრამ სულ მგონია რომ ესენი არიან უმეტესობა აი ქალების შვილები ვინც თქვა წავიდნენ უცხოეთში მუშაობენ რა ოჯახები ესე თვითონ ეს შვილები მიხვდნენ რომ უყურეს ცოტა უფრო ესეთ ზარმაც მამებს და იფიქრეს რომ მათ უნდა 2000 წლებში ხო შეუძლებელი იყო ეხა ამდენ ახალგაზრდა მაშინაც რო ეარსება გლოვოს მაშინ მახსოვს იყო ჩინჩინი გახსოვს ესეთი ისე გამოძახების არ გახსოვს ჩინჩინი მე მახსოვს სახელი მახსოვს იბერვიზიაზე გადიოდა რეკლამა ჩინჩინი იყო გამოძახება სახში მიტანის სერვისი სახს პირველი სახში მიტანის სერვისი იყო ჩინჩინი მე მახსოვს ის რა 25 არა 25 ეგ ავეჯის გადაზიდვა ეს მე სუპერველი უცნობილესი რეკლამა ემიგრანტები ახსენა და უკვე შემოგვიერთენ ამ დროს იღვიძებენ ხოლმე და ისე მივესალმოთ მოგესალმებით მადლობა რომ ხართ მეჩვენე აი სულ მგონია რომ ეს ბიჭები არიან ვინც თავისი მშობლების შრომა დააფასეს და მუშაობენ და გლოვოს კომპანიას რო ეარს რო ვიღაცას რო გაიხსნა 2002 წელს გლოვოს კომპანია ელვისი თუ ვოლტი რომელიც კი რადგან ამდენი რეკლამა ვთქვით იმდენ თავისუფალ ახალგაზრდას იმიტომ რომ ღირებულებითი პრობლემაც იყო ეს არის მარტო იმისი რომ რა ამის ხომიდე ბატონო ზურო მეტი არა კი ეგრე ოღონდ ეგ ძალიან შეცვლილია ხა ანუ იქ მართლა გამე რომ მუშაობ მე რომ დადიხარ ამათთან ერთად ფეხით დააქვთ არ ვიცი თუ არა ყოველას განსთა აქვს რომ ყოველას გონია რომ მარტო სკუტერები დადიან მაგრამ იქ ჯერ ერთი მარტო ახალგაზრდები ველოსიპედები ასაკოვანი ხალხიც არის რომელიც პატარა მანქანებით მოძრაობენ და ველოსიპედი და ფეხით დადიან იმიტომ რომ აი მაგათად არაყიშვილზე რომ მაკდონალდსია იქ თუ მოძრაობ როგორც კურიერი შეკვეთებს გაზდებს იქვე რა ვაკეში აბაშიძე ფალიაშვილი ჭავჭავაძე და ფეხით ცოტა ნელა მიდიხარ მაგრამ მოკლე მანძილია და ფეხით ზურგზე გადაკიდებული დადიან ჩეულებრივად ზურა აი სურათი რო გადავიღეთ ერთად გლოვოს კურიერთან ხო არაჩვეულებრივი ახალგაზრდა იყო და რომ მივედი
უთხარი რომ მეთქი აი მადლობა მინდა მეთქი გითხრა მეთქი რომ ჩემი თავი მახსენდება მეთქი მართლა გულწრფელად უთხარი რა ცოტა ეჭვის თვალით მიყურებდა და მეუთხარი მეც მაშინ ხა მოპედი არ ყოდა მაგრამ ესე ვატარებდი მეთქი ლუდის 5 მეთქი რომ დავიწყე მაღაზიებში ვატარებდი მანქანას მე თვითონ ტვირთავდი ხო და მეუთხარი აი ძალიან მაგარ რამეს აკეთებ მეთქი ჩათვალე მეთქი რომ აი ძალიან მალე შენ ისეთ ადგილას აღმოჩნდები რომ მიხვდები რომ რატო ხარ იქ ხო და ცოტა ეჭვის თვალით შემხედა მაგრამ ეხლა მე მინდა ყველას აი ყველა იმ ახალგაზრდას ვინც მართლა აი ესეთ შრომას ეწევა გინდა მიმტანი იყოს გინდა ეს კურიერი არ აქვს მნიშვნელობა რა იმიტომ რომ ეს იმხელა დიდი გზის დასაწყებია რომ ეს თუ არ გაიარე დიდ მწვერვალს ვერ მიაღწევ არ არსებობს ვარიანტი რომ რაღაცას გადაახტე და ესე თქვა უცბად იქ აღმოჩნდე და გამოტოვო და აი ყველა ამ ახალგაზრდას მინდა წარმატება უსურვო იმიტომ რომ ნამდვილ შრომას ეწევიან და კეთილსინდისიერს და აი ამას აქვს გემო აი მაგ გაუმუშავებულ თანხას და დააფასებენ ძალიან ბევრ რამეს ცხოვრებაში რა. ის ხო ჩვენი ფორმატი ითვალისწინებს რომ ყოველთვის კითხულობთ ხოლმე კომენტარებს რომელსაც მაყურებელი გვწერს და ცირას ყავს თავისი ფან-კლუბი ელისაშვილს რომელიც ჩვენი თანაწამყვანია და განსაკუთრებით ესე ვთქვათ მისი ფანი არის ბატონი ლევან გიორგაძე რომელმაც აი ძალიან ბევრჯერ დაწერა უკვე რომ კითხეთო სტუმრებსო ცირა ელისაშვილს თუ დაასაქმებენო და დანარჩენები წერენ ძალიან გთხოვთ კითხე ძალიან შევწუხდით და ეს რასაკვირველია ხუმრობით მაგრამ გუშინ მამუკასთან მქონდა საუბარი რომ რაზე შევწუხდითო? ბატონო რაზე შევწუხდითო? შევწუხდით და დასვით ეს კითხვა თუ შეიძლება რომ სხვა ჩვენს მეგონი ამ შემთხვევაში ცირასთან მე იმის რომ მე მქონდა ცირასთან კომუნიკაცია როცა აი სუსუსთავიდან და უთხარი რომ მოკლედ ყველა ვარიანტში თბილისის მმართველობაში მისნა კიდე სხვებთანაც მქონდა შეთავაზება რომ ყველა ვარიანტში ესეთი ხალხი თბილისის მმართველობაში უნდა იყოს ამიტომ ეგ ეხა მე ცირას გადასაწყვეტია ძალიან მეჭება ცირას რომ მომუნდეს თბილისის მმართველობაში ყოფნა მმართველობაში მესმის რასაც მაგრამ აი ეს კითხვა მინდა დავსვა ზუსტად რომ აი რამდენად ღია იქნებით სხვადასხვა ინიციატივა ცირა ყველა იტყვის მაგას რომ ღია ქართულები იქნებიან დავსვათ აი ცირასნაირი ადამიანები რომლებიც მართლა აკინძეს და შეინარჩუნეს თბილისი ხო ანუ ცირას ფრაზაა თბილისი დეტალებშია და ის დეტალები ნამდვილად ცირამ და არა მხოლოდ ცირამ აი ძალიან ბევრნი არიან უკვე მათი გადარჩენილია პრაქტიკულად ხო და ქალაქი აი ჩემ თავს მივცემ უფლებას და მე დავიწყებ იმიტომ რომ მეგონა დაძმა არა მაგაზე ძალიან ბევრჯერ მიფიქრია რა ქალაქი აი ზოგადად გახსნილობა ყველა მმართველობაში უნდა იყოს მაგრამ ქალაქი არის ისეთი ადგილი სადაც და ეს ძალიან გვეშლებოდა 30-ვე წელი სადაც უბრალოდ შემოუბრუნებელი პრობლემაა, როდესაც მერი ან პოლიტიკოსი თავისი გემოვნებით იღებს გადაწყვეტილებას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ქალაქში მომხდარა რა. ანუ იმ მერ შეიძლება უნდა ძალიან კარგი. აი ძალიან კარგი, არ ვიცი, მოყოდა იმდენი შრომა, შემოიარა ყველაფერი, მაგრამ როგორც კი შენ გგონია, რომ შენ იცი უკეთ ამ ქალაქს რა უნდა და ესე იღებ გადაწყვეტილებას არის კატასტროფა ქალაქისთვის. ამიტომ ყველაზე მთავარი ქალაქის მართვაში არის ქალაქის სხვადასხვა კუთხით მცოდნე. ეხლა ჩვენ გონია ხოლმე მეც ადრეს მეგონა რომ ქალაქს თუ ყავს კარგი არქიტექტორი, ყველაფერი კარგად არის. სინამდვილეში არქიტექტორა არის ერთ-ერთი ელემენტი. აქ არის ურბანისტები, აქ არის ხელოვნების მცოდნე, ისტორიის მცოდნე. კარგი, არ ვიცი მე ვისაც რეაბილიტაციის ჩატარება შეუძლია. ძალიან ტრანსპორტის სპეციალისტი ცალკე აი ელენე არის ხუნდაძე სხვათა შორის პოლიტიკურად ჩვენგან ცოტა განსხვავებული პოზიცია აქვს, მაგრამ ამ მნიშვნელობა აქვს პირიქით, ეგეც არასდროს ბარიერი არ უნდა იყოს. და ბუნებრივია, რომ ჩვენი ნდობა წინასწარად უნდა გქონდეს, ხო? არაჩვეულებრივი სპეციალისტი. ეგ ხალხი თუ არ ყავს გადაწყვეტილების მიღებაში, რაღაცა ფორმით, ეხლა ცირა შემოსვლა არ უნდადეს მუშაობა იმაში მერიაში და ვიღაცას, მაგრამ თუ არ ყავს, შეუძლებელი არის, რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღო. მე მგონი უნდა ვისარგებლოთ ჩვენ. სამართლებრივ ბატონო მამუკა მაინც მოითხოვს, რომ თქვენს კონკურენტს ანუ კაკალაძეზე მაქვს საუბარი ამ შემთხვევაში, აი ელენე ხუნდაძე ცირა ელისაშვილის და ასე შემდეგ რაღაც გარკვეულ პროცესებში ნამდვილად ყავდა ჩართული, ხო? და ხო, ძალიან კარგი ნაბიჯი იყო მისგან ბუნებრივია და უბრალოდ მაგით დავსვია ეს კითხვაც და მაყურებელი კითხულობდა უფრო სწორად და მაყურებელი შეიძლება რა სანამ მეორე კითხვაზე მე ვფიქრობ რომ მაქვს საშუალება რომ ცირას მადლობა გადაუხადო და ყველა ესეთ ადამიანს, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ლექციების ციკლი აქვს რა მე უსმენდი სხვადასხვა არტარიაზე და ფაქტურათაც
დავსრებილო მის ლექციებს და აი სწორედ ესეთი დეტალების გადარჩენისგან შედგება თბილისი და ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს რა. აი ბოდიში რა ხა თაჩუმათას ხო არ ვიждები რაღაცა. ირაკლისთან მოკითხა რომ ნუ გასაგებია ხა ეს რომ საზოგადოების დაკვეთაც არის ეს მრავალხმიანობა, კოალიციურობა, განსხვავებული ადამიანების ერთად ყოფნა, იმიტომ რომ ნუ აი სულ ერთ ხელში ძალაუფლება როგორც ჩანს მაინც და მაინც კარგად არ გამოგვდის ჩვენ საბოლოო ჯამში მე არ და ორია ხო ხელი არ და ორია მართლა ხო მაგრამ აი სუფთა პრაქტიკული რაციონალური იმიტომ რომ ირაკლი ხშირად ძალიან კონკრეტულ პროექტებზე საუბრობს ხოლმე წარდგენისასაც რაღაცა ძალიან კონკრეტული საკითხები ჩამოითვალა იქა და აი რამდენად გასაგებია რომ დემოკრატიას ეს ყველა ვარიანტში წაადგება. ხო და დემოკრატიის განვითარებას, იმიტომ ჩვენ ქვეყანაში ამ ხრივ თუ ცოტა წინარ წავიწიეთ, მოკლედ ძალიან ცუდი პერსპექტივა გვექნება, მაგრამ აი უშუალოდ ჩქარა რო გინდა საქმის გაკეთება, ხო? და ბევრი პროექტი გინდათ რომ განახორციელოთ, რომ მოხვალ სიტყვაზე იმის რა ქვია, ქალაქის მთავრობაში რომ უცებ დაანახოთ ეფექტი ხალხს. ხო ამ დროს როგორ ხო არ ჭედავს ეგრეთ ასე ვთქვათ ესეთი ჩართულობა ყველა ავამატებ რა ირაკლი რა ანუ გუშინ რო ვისაუბრეთ მე და შენ რო გითხე რისი გეშინია თქო გახსოვს და შენ რა მიპასუხე და აი ახლა გაგვეცი ეგ პასუხი კი ნამდვილად გავეცი პასუხი ანუ რისი გეშინია ვთქვათ ამ პროცესში რაშიც შედიხარო და იმის მეთქი რომ სწრაფად ვერ დავანახებთ ადამიანებს იმ შედეგს რა შედეგსაც ჩვენგან ელიან და დარწმუნებული რომ დიდია მოლოდინი გაჩენილი ჩვენ გუნდთან მიმართებით და ანუ ეს ადამიანური შიშია, მაგრამ რეალურად, როცა ვთქვათ, ვიწყებ რაციონალურად ფიქს, პირიქით დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო მეტად დააჩქარეს. ამდენი განსხვავებული, მაგრამ გამოცდილი და რაც თავარია ქალაქზე შეყვარებული ადამიანის მსჯელობა ერთ საკითხზე, ეს პირიქით ძალიან სწრაფ და უფრო მეტად გონიურულ და მიზანშეწონილ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანს. აი ხა მაგალითად კლიპი ტრიალებდა ჩვენი და ასე ვთქვათ საარჩევნო კლიპი ვით გაკეთდა, რომელიც ჩვენ ძალიან მოგწონს და იმედია მაყურებელსაც მოწონს. ყველაზე ბუნებრივი მე როდესაც უყურებ ამ კლიპს არის სცენა, როდესაც ჩვენ ვკამათობთ. და არის ეს ბუნებრივი, იმიტომ რომ იმ წუთას მართლაც საკამათო თემა ავირჩიეთ. როდესაც გითხრესო ეს არის სცენა, სადაც უნდა იკამათოთ, ხო, ანუ ნამდვილად იქვე უცებ 2 თუ 3 თემაზე ვიკამათეთ, ძალიან მნიშვნელოვანია სხვა შორის, მათ შორის ერთ-ერთი იყო ჯარში გაწვევის საკითხი, რომელზეც გუშინ ინიციატივაც გავაჟღერეთ ახალგაზრდების, რომლებიც ყარაულებად მიყავთ უბრალოდ და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ეს ყველაფერი შესაძლებელია და გასაჩერებელია ამ ფორმით. აი ამ საკითხზე დავიწყეთ კამათი, მე მეორე საკითხზე და კი, იქვე მათ შორის რაღაცა შეჯერებულ პოზიციამდე რა მიმართულებით შეგვიძლია რომ წავიდეთ და რა თქმა უნდა დეტალებში ჩავიდეთ და საბოლოო გადაწყვეტილება შემდგომ მივიღოთ, აი იქვე მივიღეთ და ჩანვართ კიდეც ჩემი აზრით იმ კლიპში ყველაზე ბუნებრივები, როდესაც ყველამ ჩვენი განსხვავებული პოზიციიდან დავიწყეთ კამათის საკითხზე, რომელიც იმ წუთას ახალი იყო და მანამდე ჩვენ ეს საკითხი ასე ვთქვათ მოთელილი რო ერთმანეთში გვეკამათა, მაინდა-მაინც არ ვქონდა. ასე რომ ეს ტესტი გავლილი გვაქვს, ეს ტესტი გავლილი გვაქვს, როგორც კი, ნამდვილად ზურას იდეა იყო და ირაკლი რაშია ეს საქმე, აი საინტერესო რაღაცა თქვი, რომ ბუნებრივია რაღაცის კეთება შეიძლება დრო. და აი ბოლო პროდუქტი რომ მიიღო წელი, 2 წელი, შეშეთქვაში 4 წელი ჭირდება. მე ვფიქრობ, სწრაფ ეფექტს ჩვენი, ესე ვთქვათ, ჩვენი თბილისელები დაინახავენ ეგრეთ წოდებული software-ის და მიდგომის დონეზე პირველივე დღეებიდან, იმიტომ რომ პირველ ნაბიჯს როგორ დგამ, ყველა მიცის რომ აგურის დადებას რო ჭირდება და რესტორაციას და ხიდის აშენებას და აშენებს, მაგრამ მე ვფიქრობ, ძალიან მოკლე დროში ჩვენ დავანახებთ, რომ სწორ გზაზე ვაყენებთ ყველა მიმართულებას, ანუ გასაგებ სისტემას ვქნით. და მე რა თქმა უნდა ყველა მიცის რომ თუ ამას ესე ვთქვათ მივაწოდებ და მიხვდებიან რომ სწორად დაიწყო მიმართულებები და გავასწორეთ სადაც ხარვეზია გასწორებელი და შემდეგ. მე ბუნებრივია უკვე რა თქოებ ხალხი გზნობს, ხალხი. ხო, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხო, როცა რაღაცას გთხოვე ვერაკეთებ და ბევრად უფრო გიფასებენ, როცა ვერაკეთებ, მაგრამ ხედავე რომ არატყუებ, ვიდრე აი როცა რაღაცებს პირდები და ანუ ეს ამომრჩეველი ძალიან ბევრჯერ მიფიქრია, რომ რთულია ხო ხა ამორჩეულთა მუშაობა ძალიან ბევრი განსხვავებული ადამიანია, მაგრამ მე არის რაღაცა საზოგადოებრივი ესეთი ფორმები, დამოკიდებულებები, რომ საკვირდები, აი საზოგადოება როგორ რეაგირებს რაღაცეებზე, ხო, როგორც აი ერთი აღებული ადამიანი კი არა იმ თლიანობაში და რაღაცა ტიპის ისეთი
საოცარი თვისებები ჩნდება საზოგადოების ერთი აი კრიტიკულ მომენტში ბრძნული გადაწყვეტილებები. აი ხო ზოგჯერ იძახი რომ ვერ აგებინებ ან რაღაცით გონია რომ რაღაცა განსხვავებებია ძალიან აი არის რა ეს მომენტი რომ ცვლილებები აძლევენ ხმას ეს იყო ვარდების რევოლუცია მათ შორის ეს იყო 12 წლის ცვლილების აუცილებლობა და მე მგონია რომ ეხლა სამდგარია ეს მომენტი და მეორე არის აი რაღაცები რაც შიგნით ხდება ხოლმე და რომ გონია რომ მარტო ჩვენ ვიცით მარტო ჩვენ კი არა აი ზოგადად პოლიტიკაში რა რომ აი დამალულია ვითომ კულუარებში გრძნობს ხალხი გრძნობს აი რენტგენია რაღაცნაირი რა აი გრძნობს როცა ატყუებ გრძნობს როცა რაღაცას ფუთავ რაღაცას მალავ და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ამიტომ რასაც თქვენ ამბობთ მამუკა თანამონაწილეობის განცდის შექმნა პირველივე დღიდანვე არის წარმატება ნებისმიერი საქმის. ეფექტია უკვე. ეს არის, ანუ იმან იცის რა თქმა უნდა არავინ არ შეგედავება რომ სახლი აშენო 2 წელიწადში, გასაგები 2 წელი ჭირდება თუ 3 წელი თუ აშენდე, მაგრამ თანამონაწილე რო არის და გეთანხმება რომ სოგზაზეთ გახარ, იაპონელების და ამერიკელების კონცეფცია ხო იცით რით არის განსხვავებული. ამერიკელები სწრაფად აშენებენ ქარხანას და ეს ცნობილი кейსია და მერე როცა აშენებენ მერე იწყება თქვა რაღაც მანქანას აშენებულ ქარხანას არამედ და მერე იწყება შიგნით კიდე ბევრი გადაკეთება. და ბევრ დროს ხარჯავენ მერე მის მოდერნიზაციას და იაპონელები 2 წელი ვირტუალურ ქარხანას აკეთებენ ვირტუალურს ანუ ხაზავენ დადიან ჯერ აუშენებელ ამბავზე და მერე ქარხანას აშენებენ 8 თვეში მე ეს ნანახი მაქვს ჩემი თვალით როცა ანაკლიის თავისუფალი ეკონომიკური ზონის ასე თქვა ჩვენ იაპონელი პარტნიორები გვატარებდნენ და ვიყავით კამბოჯაში და ტაილანდში და ამ მოდელის გადმოტანა გვინდოდა ამ კომპანიების მე ვნახე ქარხნები და კითხვა დაუსვი ქარხანას რაც 4000 ადამიანი მუშაობს და პირველი კითხვა რაც გამიჩნდა შემიყვანეთ სასადილოში იმიტომ რომ 4000 ადამიანის ერთად კვების პროცესი მინდოდა მენახა რა ეს არის ძალიან საინტერესო აქედან იწყება ხო კულტურა და ამ შემდეგ და მეთქი რამდენ ხანში ააშენეთ მეთქი კამბოჯა არის ერთ-ერთი კორუმპირებული ქვეყანა ჩვენთან თუნდაც ამ მდგომარეობაში ძალიან ჩამოგრჩება რა მაგრამ საკეტილი ეკონომიკური ზონაა თავისუფალი 25000 სამუშაო ადგილი 10 წელიწადში. აი ეს კომპანია ყავს დღესაც, რომელსაც იქ უნდა დაეწყო არა პორტის, არა პორტის უკან ამის კეთება. რატო დავიწყე ეს ყველაფერი, რომ მითხრა, რომ 3 თვეში ვამზადებთ ადგილობრივ, ესე ვთქვათ, კადრებს, თუ ცოტა რთული ოპერაცია 6 თვე უნდება, მაგრამ ქარხანას გასაღებზე ვამთავრებთ 8 თვეში. ხო წარმოუდგენელი რაღაცაა. გესმით, იმდენად აქვს მანამდე სოფტვეარი და ასე შემდეგ, რომ ის დანარჩენი არის უბრალოდ აწყობის ამბავი რა. ამიტომ მე ვფიქრობ, აი პირველი ეტაპი რაც უნდა გავიაროთ ჩვენ ყველა მეტად, რომ ჩართულობა და აი ეს შევთანხმდეთ რას ვაკეთებთ, აი პროექტირება დავარქვათ რა, ესე ვთქვათ რა, მიმართულებების და მე მივაწვევთ. მაგრამ ანაკლიადგან ახსენეთ. ანაკლია დასრულდა, ან იმედი დავკარგოთ ანაკლია. არა, ანაკლია აუცილებლად გაკეთდება. ანაკლია ამ მთავრობის ხელში არ გაკეთდება, ეს არის აბსურდი. იმიტომ რომ 2 წელია რაც ჩამოგვართვეს, ესე ვთქვათ, აბსოლუტურად უმიზეზოდ. ჩამოართვეს ინვესტორებს, ინვესტორებს, მათ შორის ქართველ და უცხოელ ინვესტორებს, უზბეკ ინვესტორებს, აი ჩემი ერთ-ერთი პარტნიორი ანაკლიაში დიტო აბდუშელიშვილი, არაჩვეულებრივი კაცი, ქველმოქმედი, რომელსაც თავის უზბეკ პარტნიორებთან ერთად უზარმაზარი ინვესტიცია განახორციელა, ამერიკელებმა განახორციელეს, ინგლისელებმა და ამ შემდეგ. პირველად მოხდა 30 წლის განმავლობაში, რომ სახელმწიფომ ექსპროპრიაცია გააკეთა ინვესტირებული თანხის. ეს რაღაც არ მოუხდარა, აი უბრალოდ ვერ მეტყვით ერთ მაგალითაც კი აი იმ 90-იანი წლებიდან და თუ არ ჩავთვლით უბრალოდ წართმევას მე ვლაპარაკობ აი სახელმწიფო ოფიციალურად რო გართმევს რა. ამიტომ ეხა პროცესი სამწუხაროდ არის არბიტრაჟში, ჟენევაში და ვაშინგტონში ინვესტორებმა იჩივლეს. საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. ბოლო გადაწყვეტილება გამოცხადდება 2023 წლის თებერვალში, არბიტრაჟმა ესე გადაწყვიტა. და მაგრამ ეს არბიტრაჟიც პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ არის ზემოქმედების მექანიზმი სახელმწიფოზე, რომ ანაკლია აშენდეს. ესე იგი მოგების შემთხვევაში ეს იქნება მექანიზმი, რომ ანაკლია აშენდეს. აქ არ არის იმაზე ლაპარაკი, პირდაპირ მინდა სპეკულაციები დაიწყოს, რომ მილიარდზე დავებიან სახელმწიფოზე. ეს არის მექანიზმი, რომ ეს პროექტი, იმიტომ რომ სხვა ბერკეტი არის იმდენად დიდია წინააღმდეგობა ამ რუსული მენტალობის და ამ რუსული რბილი ძალის, რომ ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი არ გაკეთდეს, რომ აუცილებლად საჭირო არა მარტო პოლიტიკური ზეწოლა, არა მარტო პოლიტიკური ნება შიგნით
და პოლიტიკური სისტემის შეცვლა აქვს. იმიტომ რომ ჩვენ მწვანელის მოყვანაც აღარ ვიცით, გუშინ ტაბახმელაში ვიყავი და გვეუბნებოდნენ რომ ყვავილები ვეღარ მოვყავს, მაგრამ კონკურენციას ვერ უწევთ ეკვატორიდან და ჰოლანდიიდან ჩამოტანილ ყვავილებს. ეხლა ამიხსენით რა. ამიხსენით ხო რაღაცა სიგიჟესთან აქვს საქმე. ხო ჩვენ თუ რაღაცა რადიკალურად არ შევცვალეთ, რომ ჩვენ მწვანელსაც ვეღარ მოვიყვანთ. ხო, ვითომ სოფლის მეურნეობა მილიარდები ჩაიდო და შედეგი რა გვაქვს, ხო, შემოგვაქვს ისე უცხოეთიდან. პამიდორი ვეღარ მუქავს. პამიდორი, კიტრი, აი ხა გავიაროთ, ეხა სავსეა ბაზარი რო გახვედეთ, რამხელა სიმდიდრე გვაქვს რა. ორ თვეში ძალიან საინტერესო მაგალითი მოიყვანეთ წავკისის, ხო? ორ თვეში, სოფო, ორ თვეში ეს ჩვენი ქართული ხილი გაქრება. და მერე იქნება ირანული ვაშლი, თურქული, ესე თქვა და ასე შემდეგ. ეს არის ესე თქვა ნონსენსია რა, ეს და შეიძლება ამის შეცვლა? რაც ყოველდღე შეიძლება, ეს არის მთელი ამბავი. რამე ადმინისტრაციული ჩარევით კი არ შეიძლება. ხო, რაღაც როგორც ისრაელმა მოახდინა და აი ჰოლანდია ძალიან მაგარი მაგალითია. ჰოლანდიის გახსოვთ თქვენ 90-იან წლებში რომ ქათმები, დიდი ქათმები რო შემოდიოდა და გაბერილი და ესე თქვა დაბერილი რო იყო რაღაცა ყველა ამბობდა რომ არ არის ეს თქვა თლათ საკვე პროდუქტზე, ჯანსაღ საკვე პროდუქტზე და ჰოლანდიურ პამიდორს გემოარა აქ და კიცვე. ჰოლანდიამ ისე მოახერხა რომ ბოლო 10 წელიწადში 70% არის ჯანსაღი პროდუქცია და არის სოფლიოში მეორე ერთ-ერთი ექსპორტიორი სოფლის მეურნეობის პროდუქციის. წარმოგიდგენთ, ანუ თლიანად შეცვალა ეს გამოიღო ეს ქიმიკატები, შეცვალა ეს ყველაფერი და რა უნდა ჩამოიყვანო ერთი რამოდენიმე წამყვანი ჰოლანდიელი აგრო სფეროს და დაუჯერო რა და იმის მიხედვით აკეთო იგივე რაც იმათ გააკეთეს. ან ისრაელიდან ჩამოიყვანო და როცა გაყვალულია უკვე. გაყვალულია რა, ხა ველოსიპედს ვიგონებ თვითონ რაღაცებს და უზარმაზარ ფულებს ხარჯავთ და ეს ფული აქედან უნდა გაუშვათ ჩვენი სტუდენტები, აი რასაც ნიკას და ამ ჩვენი პროგრამა მიზან მიმართულად უნდა გაუშვა, რომ მე ჩამოვიდეს და გადაგიწყვიტოს აქ საკითხი რა და სპეციალისტები არ აქვს, ეს კიდე ცალკე თემა არ მინდა ხა ბევრი ვისაუბრო. ვიცი რომ კარგად ამზადებთ, რამდენი პროდუქტებზე ვილაპარაკეთ და თქვენთან როგორ არის საქმე? ნიკა პროფესიონალი ყოფილა და პირდაპირ შეურაცხყოფას გვაგებო. ხდება, უნდა ვიცოდეთ ცნობილი კულინარია. კი ავიმაღლეთ ხო. ხათვებს ხო წავამდე თავის კი არ უწევდა ეს ხალხი. ირაკლის ერთ ნაწილში არ დავითანხმები, იმიტომ რომ სტრაფები რა თქმა უნდა ეს ძალიან წესიერი ადამიანი როა პროფესიონალი არის მართა მოწოდებით და უნდა ჩვევებითაც არა უბრალოდ სურვილი აქვს რომ იყოს პროფესიონალი და დაუნტკიცებია. მაგრამ გარდაუვალია სტრაფი ეფექტი. თუნდაც მეორე დღესვე და რა იძლევა სტრაფი ეფექტი. სტრაფადვე უმალვე ცოცხლდება პოლიტიკური ფილიში, პოლიტიკური პროცესი. და მართლაც საინტერესო ხდება დისკუსია თბილისის პრობლემებთან დაკავშირებით. ამ კამპანიაშიც კი მოხდა უკვე. ის რაც არ არის რა, ნამდვილად აი ყველაფერს თავი დავანებოთ, აი არაჩვეულებრივი ადამიანები, ჩემთვის ოპონენტები, ადამიანები შეიძლება არაჩვეულებრივი მოხელეები რომ იყვნენ, რა უბრალოდ ეს უნდა მეთქვა. ყველაფერს ხო აქვს დასაწყისი და ბოლო. ბეზრდება რა ელემენტარულად, ხო, გინდა რომ რაღაცა შეიცვალოს, ხო? სახში ის ავეჯი რო გიდგას, ხო, გადაადგილება ხო ხდება, ალბათ თქვენც აკეთებთ, ხო, დრო და დრო. სავარდელი რო დგას. არის სტიქიურად დაკავებული. ეგრეთ წოდებული ზურაც აკეთებს დარწმუნებული, რა. პერესტანოვკებს, ხო, პერესტანოვკა გაქვს, ხო, ფრაზა ხო არის ეს. ფილიშევა პერესტანოვკა, აქ რო იდგა და გერდულად რომ მიაწევი. ხო, შეუძლებელია, რომ რამდენი წელიწადი უნდა იყოს მართლობაში, რამდენი წელიწადი. რატომ უნდა იყოს საჯარო სამსახურში? მე ვფიქრობ ხალხი მონატრებული არის ცვლილებებს და ამიტომ ვერ დაგითანხმები ირაკლი. არა, მე არ მithქოს არ იქნება ერთ საათში იქნება. აი წარმოვიდგინეთ, ჩვენ ვართ ეხლა 21 ეხლა მეჩვენებდეს ხო ვართ, ნენოს ზევით ავდივართ. იქ 21 საათულზეა ის თავარი სამუშაო ოთახები, ხო? ეხლა ჩვენ რო ვიყოთ უკვე დედა ნიკა ძალიან შუშებია და რა გეშველება. ზურას აქვს ჩამფუტი და ზურა ისე ჩუმად არა მე მგონი ან შემდეგი კითხვა უნდა დასვას ან რა სანებს უნდა მოიფიქრებს რა მე ახსნე რა იქნება თავარი ცვლილება. კაი თქვი? ჩვენ გვექნება ბევრ რაღაცებზე განსხვავებული ხედვები და ეგ ეხაც ჩანს და არც ამას არც მალავთ. კი, ბუნებრივი ამბავია. მათ შორის ბევრი იდეები, რომელსაც ჩვენ ვაჟღერებთ, რაღაცები ის მაგათ მამუკას ჯერა, ნიკას ჯერა, მემჯერა, ელენეს ჯერა, ეჯერა. ეს იდეები ხშირ შემთხვევაში არის წინააღმდეგობრივი.
და ეს ბუნებრივია რა, იმიტომ რომ რაღაც განსხვავებული ისენი იმის გამო კი რა ჩვენ რაღაცა ბუნებრივად ეგრე არის რა. მაგალითად რაღაცა სწრაფი ეკონომიკური განვითარება ბუნებრივად გულისხმობს იმას, რომ ადამიანი გარემოს საკუთარ თავზე ირგებს და შესაბამისად თუ გჯერა იმ იდეის რომ რაღაცა გარემოს სრული კონსერვაცია უნდა მოხდეს და არაფერს ხელი არ უნდა მოკიდო როგორც უნდა არის ისე უნდა იყოს, ეს წინამდებობაში მოდის. ან ვუმატებთ რომ ახსნათ, რავი, ადამიანი რაღაცა ღვიმეში როცა ცხოვრობდა, რავი, ფანტასტიკური ჰაერი იყო და ფანტასტიკური გარემო იყო და ყველაფერი მწვანეში იყო და ასე, მაგრამ ღვიმეში ცხოვრობდა და როგორც ადამიანმა დაიწყო სამყაროს თავის თავზე მორგება, ცხადია გარემოს შენ ცვლი და ეხები ამ გარემოს. ამიტომ ეს იდეები თავისთავად ბუნებრივად მოდის წინააღმდეგობაში და ამაზე ჩვენ გვექნება დარწმუნება ბევრი კამათი, მაგრამ პრინციპული განსხვავება რაც იქნება ჩვენსა და არსებულ რეალობაშობის, ჩემი აზრით და სადაც ყისერად უნდა გამოჩნდეს ჩემი აზრით, განსხვავება არის ის, რომ დღეს რაც ხდება გინა თბილისის მერში, გინა ცენტრალური ხელისუფლების დონეზე არის ის, რომ ფული, რომელსაც გადასახადების სახით კრებს ხელისუფლება და მათ შორის ადგილობრივ თვითმმართველობაში, ეს ფული იხარჯება პოლიტიკურად. ამ ფულს ხარჯვას აქვს მიზანი, რომ უნდა მოიტანოს საარჩევნო ხმები და უნდა ყავდეს ლოიალურად განწყობილი სხვადასხვა სეგმენტი მოსახლეობის. პარტიულ პოლიტიკურად, ხო, მაგას გულისხმობ, პარტიულ პოლიტიკურად, პარტიულ ინტერესებს უფრო იმსახურება, ვიდრე ცხადია რაღაცები ხარ გზა რო დაიგება ინგლისის ვიღაცა სარგელოს ამ მილიარდ 200 მილიონს ხარჯავს. ცხადია რაღაცა, ხო, კოალიციამ გონია რომ მან დაყენებს ბარიერს, რომ და მან უნდა იყოს ყისერი ცვლილება, რომ ადამიანები უნდა იგრძნონ, რომ ეს ფული რაღაცა კონკრეტული პარტიულ ინტერესებს და პოლიტიკურ ინტერესებს აღარ ემსახურება, მაგრამ ამის იქით ცხადია რაღაცებს ვიკამოთ, რაღაცებს შევჯეროთ, რაღაცებს კომპრომისებზე წასვლა მოგიწევთ. თუ რამე ცვლილება უნდა გამოჩნდეს ყისერად, ეგ უნდა გამოჩნდეს, რომ ჩვენ შეიძლება ბევრ რაღაცაზე ვიკამოთო და ბევრ რაღაცებზე ვერ შევთანხმდეთ, რაღაცებს შევთანხმდეთ, მაგრამ ის მაინც უნდა ჩანდეს, რომ ამ ფულს იმიტომ არ ხარჯავ, რომ რაღაცა ხმები მოგვიტანოს ჩვენ. მან როგორც კი დაგვენძრევა ჩვენ ჟარგონს ვიხმარ, როგორც კი ეგ მაგას გამოვასხივებთ, რომ ჩვენც რაღაცა საკუთარ თავზე ვირგებთ და საკუთარ პარტიულ ინტერესებზე ვირგებთ, არაფერი განსხვავება ჩვენ შორის და ამ ხელისუფლებას შორის აღარ იქნება. ხო და მან უნდა ვაჩვენოთ ჩემეთ მან ჩვენება შეიძლება ძალიან სწრაფად. მაგ განსხვავებაში ზურა გავაგზავნე ძალიან საინტერესო რაღაცა თქვი. ბიზნესი ხო იცი როგორ არის მორგებული, ხა მე 30 წელი ვიყავი ამ სამყაროში და ყველას უნდა რომ ნაკლები თავის ტკივილი იყოს და ყველა ხაზებს ეძებს. და უცხოეთში ეს ლობი ზმი არის ჩვეულებრივი ამბავი, მაგრამ აქ ხო მახინჯი ფორმა აქვს ამ ლობიზმს რა, ხო? ვიღაცას მალე უკეთებენ რაღაცის ნებართვას და ვიღაცას აწვალებენ და ასე შემდეგ. როცა კოალიცია არის, უბრალოდ ბიზნესი ხდება რომ ვისთან უნდა დავალაგო. იმიტომ ვერ დავალაგებ ისე რომ აუვარო კანონს, თვალი ჩაუპაჭონო, იმიტომ რომ მარტო შენ ვერ გადაწყვიტავ, მარტოს პირობითად მე ვერ გადავწყვიტავ, ხო? და უკვე მაშინ დგება უკვე აი მარტო ბიზნეს თემა რო ავიღოთ, უკვე მოთხოვნა რომ წესებზე აიღონ ორიენტაცია, წესებზე, სამართალზე, სასამართლოზე და წესიერად საქმისკენ და ლობიზმზე, რეალურ ლობიზმზე რა, იმიტომ რომ ვიმესთან, ვერავისთან ვეღარ დაალაგებ მარტივად რო თქვა. აი კოალიციის მთელი არსი ესაც არის რა, რომ ადამიანები მე მიხვდებიან რომ ეხლა დღეს ვერტიკალია, ხო? თუ დაალაგე პარტიის რომელიმე პარტიის თავმჯდომარესაც მართლა და ეს ნიშნავს რომ პროკურორთანაც ალაგებ, მოსამართლესთანაც ალაგებ და ასე შემდეგ და როცა სხვადასხვა ადამიანები იქნებიან სხვადასხვა პარტიიდან მე გიჩნდება რომ იცი რა ამათან დაალაგე დღეს არის ხვალ არ იქნება და ჯობია ესე კანონმა დამიცვას და ესე მოვითხოვო სამართლიანი მართლმსაჯულება, დამოუკიდებელი პროკურატურა, თანასწორი პლატფორმა გამოვალ ხმამაღლა გავაპროტესტებ. დღეს როგორ არის იცი რომ აი ბიზნესი იმის ეშინია რა ქვია რა უბრალოდ ეშინი ესე იყო ახლა ნუ გავკიცხავთ ესე იყო სხვანაირი ცხოვრება სხვანაირი ცხოვრება არც გვინახავს არც უნახავს ქართულ ბიზნესს სხვანაირი ცხოვრება რა და თქვა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც ბოტიში ხო შეგ არა მორჩა ეგეთები ხდება და რაღაცა თქვა რა ჩემთვისაც არის ძალიან მნიშვნელოვანი რა თქვა რომ ზუსტ სიტყვები არ მოხსნა, მაგრამ ენერგია იცვლება და ჩემი აზრით ამ ენერგიის ცვლილება მე პერსონალურად მათ შორის და გარშემოც ვატყობ ვიგრძენი ამ კამპანიის დაწყებისთანავეც და ვიგრძენი რაში რამდენიმე რამეში აი მეც მიფიქრია რომ თან განსხვავებულები რო ვარ და რაღაც ეს როგორ იქნება ხო განსხვავებულები ვართ ხედვაში მაგრამ ერთ რამეში ვარ ძალიან მყარად დარწმუნებული ჩვენ სწორ мотиваციებში. ანუ მე რო გძნობდე რომ მაგალითად
ნიკა იმიტომ მოდის რომ ერთადერთი მისთვის არის რომ თავისი კარიერა გაიკეთოს და ამისთვის თქვათ ბევრ ამაზე წავა ან თქვათ მე რომ არ ვიყო და ამაზე რაღაც დრო რო არ დამეხარჯე რომ არ ვიცოდე რომ მამუკას мотиваცია ის კი არ არის რომ რაღაცა ბიზნესთან დაალაგოს იყო ხო ესეთი კითხვები რა არის დასამალი რომ რაღაცა რომ თუ დაალაგა ყველაფერი კარგად იქნება ეს რომ ვიცოდე რომ თუნდაც ეხა ამ ყველაფერს იძახდეს რასაც ამბობს და მის мотиваციაში მე რო არ ვიყო დარწმუნებული ირაკლისთან უფრო ადვილია, იმიტომ რომ უფრო ახლოს ვიცნობ და ნუ ზურაც. შეუძლებელი არის რომ ამ რაღაცებზე პასუხისმგებლობა ამიღო ეგ ერთი. და მეორე, პოზიტიურს, აი რომ დავიწყეთ ბავშვთა სკოლებში ბავშვთა კვების საკითხი, პირველი რომ გამოჩნდა, ხო, ეს ბანერი. ამ თემაზე მე ადრე აი ძალიან საპატივცემულო NGO-ებთან მქონდა ლაპარაკი და მეც უეძებ ხოლმე რომ ზედმეტად იდეოლოგიზირებული არ იყოს გადაწყვეტილებები და კითხვები დავსვი ბევრი რომ კი, მაგრამ სწორია თუ არა რომ ეს ფული ესე დაახარჯო. მოკლედ ბევრი მქონდა ამაზე ნაფიქრი. ეს თემა რომ გაჩნდა და ვკითხულობდი Facebook-ზე დისკუსიებს და არგუმენტებს ერთი მხრიდან, მეორე მხრიდან, მე ნერვიულობდი რომ აბა ეს სწორია თუ ის ჩემ თავში ფიქრობდი და ცოტა ხანში ერთ საღამოსკენ მივხვდი რომ პროცესი მსიამოვნებს. აი პროცესი ამ ყველაფრის კითხვის. მე ზურას დაუსვი რამდენიმე კითხვა რომ ზურა შენ ამას იმიტომ უყურებ ესე რომ ისა, თქვათ უფრო ზურა უფრო კრიტიკულია ხო ამ ინიციატივის მიმართ. მე რაღაცა ნიკას ვკითხე. მოკლედ ამ ყველაფერზე მე ერთი დღე იყო ტელევიზორშიც კი ვთქვი რომ სიარულის დროს წავედით საჭმელად სადღაც ერთად და საუბრობდით და მამუკა ყვებოდა რაღაცა იდეებს და ეს ბიზნეს კუთხე ჩემთვის კიდე ახალი საინტერესო არასდროს არ მიმუშავია ბიზნესმენებთან რა ესე და არ ვიცი მათი და რაღაცებს რომ იძახდა უცებ მივხვდი რომ კუთხე კიდე რაღაცების ყურების და ცოდნა კიდე სულ სხვა არის რა ეხა ნიკა ზურას უფრო ვიცნობდი მე პიროვნულად ისეთი ენერგიით ავივსე კიდე სულ სხვით იმ ენერგიით კი არა რომ წავალ და რაღაცა იმას გავანგრევ რაღაცა კედელს რასაც ეს სამწუხაროდ ეს წლების უგვიწევს აი ამ საქმის კეთებით და გარშემო კამათით და ეს ყოფერა ამ ენერგიას მართლა აი ამ საქმეზე მიმართულ ენერგიას დარწმუნებული ვარ რომ ხალხი უკვე არის შედეგი და კიდე ერთი ვიცი რომ არც ერთი არ ანუ ტყუილი არ იქნება საფუძველი ჩვენი მუშაობის და თუ იქნება ეხა თავს მართლა რა ვიცი მე რამდენიმე ადამიანის გარდა პერსონალურად ხო ცოტაზე დადებ ხო თუ იქნება ზუსტად იცის ნიკამ რომ თუ მას მოუწევს ტყუილი 100% იცის ჩემი რეაქცია მე ვიცი 100% უკვე რა ნუ ის კი არ არის მარტო რომ აუ მამუკა კარგი რა მომატყუებინე უბრალოდ ვიცი ჩვენ ეს ვიცი რა რომ ტყუილი ყველა სკოლაფსია აი ჯაფარა რაც არ უნდა მოვწონდე თუ არ უთქვამთ რა რომ ჩემი შვილი მეკითხება ხოლმე უფროსი გიყვარს დედა ჯაფარა კი მეუბნები იქაც გიყვარს იმას უყვარ ხარ ანუ ესეთი კითხვები აქვს ბუნებრივი რა ეხა რომ გიყვარებ ერთი ჩემ მეგობრის შვილმა თქვა კი და ჩემ მეგობრის შვილმა თქვა 3 წლისა უნდა მოსულიყო მოიყვანა ჩემ სანახავად რა და 3 წლის არის რა და მე და ირაკლეზე არ ვქვა კი ყველა და ლაკასთან მიდივარ სანახავად ნიკა მილიეც იქნება 3 წლის ბავშვი ეკითხა რა ანუ ახლა მარტო ბავშვებში ტარდებოდეს არჩევნები პირობოდ გამარჯვებული იქნება აუ ნიკას ეს ვარი ეგზოტიკური მაგრამ დამახსოვრებულია და სადღაც ამ შეხოთურა თავს რომ მოკრავენ თვალს აი ყვირია ბავშვებში არა მე ბავშვებში იმ ხელა ის გავიარე იმდენი ბავშვი დამიტოვეს რომ მარტო იტოვებ ხოლმე თქვენ შვილიშვილებს ეს მარტო შეგიძლია დაიტოვოთ კი რატო არ შემიძლია 5 შვილი გავზარდე და ახლა შვილი ორი მიყავს ჯერჯერობით აი ახლა უსმენდი პრინციპში აქაც კამათობდი რაღაცა მინი მოდელი დავინახეთ როგორ შეიძლება იმუშაოთ ხო აი რომელია ყველაზე ფიცხი და რომელია ყველაზე დამთმობი აი ყველაზე ფიცხი ირაკლია ყველაზე ჯიუტი ყველაზე ფიცხი მეგონი არა ფიცხი ირაკლია ყველაზე დინჯი უილად ისტრის კეის მაგრამ ყველაზე ფიცხი ირაკლია მეგონი ხო აი ესეთი თავხედი უნდა იყო პოზიციის დაცვისას მეგონი ყველა ვარ და ჩემი აზრით ამიტომაც არის საინტერესო კამათი. ანუ პოზიციის დაცვისაც ჩვენ რაც გვიკამათია, ყველა ვცდილობთ ჩვენი არგუმენტი ვთქვათ, არ მორცხობთ ხოლმე ერთმანეთში, ასე რომ აქ თვალსაზრისით ძალიან საინტერესო პროცესია. ხუთი აშკარად სხვა შეც მამუკას ვეუბნებოდი მე გუშინ რომ ანუ რაც მე ვიცნობ კი არა და ოდიდან მე მგონი არის სულ ლიდერი ხო ანუ პირველი პირია ყოველთვის ყველგან და დღეს არის დღესაც ესე არის ხუთი ბორბალია ჩათვალე მე აბსოლუტურად გასაგებია მაგრამ მაშინ მეგეთყვი მეორეა და აი ეს მომენტი როგორ გაქვს ანუ გადალახეთ ხო ეს ხო არა მოდი მაშინ მეგეთყვი ერთ ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას რომელიც ჰარვარდში მასწავლეს როცა იქ ვიყავი და ჩემთვის არის ფილოსოფია რა
დაფრინავი ხარების ფილოსოფია ქვია ამას. ანუ ლიდერის არჩევა იხვებში ხდება ბუნებრივი პროცესით. ნახე, როცა მიდიან ერთი წერტილიდან მეორე წერტილში, ყველა ლიდერია. პირველი ვინც არის, ყველაზე დიდ დარტყმას იღებს. მერე ხო გინახავთ? ჩაენაცვლება ჩადის უკან, მეორე ენაცვლება და არანაირი კონფლიქტი მათ შორის არ არის. მიზანი არის, რომ A წერტილიდან B წერტილში უნებლად გადავიდნენ. ეს არის იდეალური გუნდი. თუმცა ამ გუნდს აკლი ერთი რამ ძალა იხვია მაინც რა დაფრინავს რა. ეხლა ავიღოთ ხარების გუნდი. ხარების აი დიდი ჯოგი. და ხარები ლიდერს რო ირჩევენ, რაც სამწუხაროდ საქართველოში ხდება, ხო? სანამ ან მონადირე მოკლა, ან რაღაცა უძლურობის გამო, ესე თქვა, ან ცხოველმა ან შემდეგ იწყება დიდი ომი ლიდერებს შორის. და სანამ ერთი მეორეს არ მოკლავს, ან არ დაასახიჩრებს, ესე თქვა, ვერ ირჩევენ ხელმძღვანელს. და ესე იდეალური გუნდი არის, როცა ხარები, ანუ სიძლიერე დაფრინავს ისე, როგორც იხვი. ანუ ჩვენ თუ ამას მივახციეთ, ჩვენ ყველა ლიდერები ვართ აქ. მაგრამ ჩემთვის ახლა არის ამოცანა, რომ ამ გუნდთან ერთად A წერტილიდან B წერტილში მივიყვანოთ ეს ქალაქი. ამ შემთხვევაში ეს ქალაქი, პოლიტიკა თუ ასე შემდეგ. კონფლიქტის გარეშე და სიძლიერე ვაჩვენოთ იმისა, რომ აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ მე სად ვიდგები პირდაპირ გეუბნებით. არანაირი ახლა ამ შემთხვევაში არანაირი ამბიცია არ მაქვს. ჩემი ერთადერთი ამბიცია არის, რომ ამ გუნდთან და იმ ჩვენ უკან უამრავ ხალხთან ერთად და თბილისელებთან ერთად მივახციოთ მოდი ესე თქვათ რა, რადიკალურ გარდაქმნას ამ ქალაქის ძალიან სერიოზული იმედის ჩასახვას, რომ თქვათ, რომ რამოდენიმე წლის მერე, რაც ირაკლიმ თქვა და მეც ვიზიარებ, რომ ჩვენ ვიყავით იმის მონაწილეები, რომ თბილისი გახდა ისევ ეპიცენტრი უზარმაზარი გეოგრაფიული, ესე თქვათ, ტერიტორიის. ძველად საბჭოთა კავშირი ერქვა ამას, ეხლა რეგიონი ქვია, ეხლა რა ვიცი, ქვედა და ზედა და მარჯვენა და მარცხნივ უამრავი ქვეყანა ქვია. თბილისი უნდა იყოს კულტურის, აქედან დავიწყებ, პირველ რიგში კულტურის, თეატრალური, კინოხელოვნების, ფინანსების და ინოვაციების ცენტრი. რაც იყო ცენტრი სპორტული ბუნებრივია და აი ესე იგი თუ ამის მიმართულებით როგორც კი დავიწყებთ სვლას მე გეუბნებით რომ თბილისში სამუშაო ადგილებით შეიქმნება შემოსავალიც ხდება და ეს იქნება გადამდები მთელი ქვეყნისთვის რა და მე ამ პროცესში რა ვა ძალიან ბედნიერი იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ აი თვითონ ამ პროცესში მონაწილეობა და ეს გამოწვევაა რა და ამ შემთხვევაში მე ნიკას როგორც ლიდერს გვერდში უდგავარ ყოველგვარი ესე თქვათ ამბიციების გარეშე იმიტომ რომ ვიცი რომ ყველას თავისი როლი აქვს ამ გუნდში რა და ვიცი რომ ჩვენი ამოცანა ის კი არა რომ ნიკას ბელადად ვირჩევთ არა ჩვენი ამოცანა რომ ყველა ერთად მივიდეთ A წერტილიდან B წერტილში და ნიკა ერთი წამი ვიტყვი რა მეც გეხვეწებ და ცოტა ეხავს რომ ნიკაც აქ არის და მაგას ამბობ მაგრამ ეს არ ეხება პერსონალურად ნიკას ანუ ჩემი აზრით რაც გააკეთა ნიკამ ბევრად უფრო დიდია ვიდრე შეიძლება ეხაც კიდე უფრო ჩანს რა იმიტომ რომ ეხა რაღაც ეთამაში სიამოვნებაში ჩვენ ვართ ძალიან გარდამტეხ მომენტში აი ესე ისტორიულად რო შეხედო 30 წელს ჩვენი ისტორიის ხო ესე როგორც მივდივართ და ეხა არის მომენტი თითქოს შეუძლებელი ვიყავით რომ დემოკრატია გარანტირებული მაინც ხო ეხლა რო ლაპარაკობთ ახალი თაობა რომელიც უკვე გლოვოზე მუშაობს რაღაცა თითქოს ეს თაობა გაჩნდა და ფიქრობს რომ ეს ყველაფერი გარანტირებული არის რა აი ეს დემოკრატიის რაღაცა ხარისხი თავისუფლების სიამოვნებაში ეს ყველაფერი დადგა საფრთხის ქვეშ და პოლიტიკურ კლასს გაუჩნდა შეცდომა ამას როგორ უპასუხებს 90-იან წლებში პოლიტიკურმა კლასმა სამწუხაროდ ვერ უპასუხა იმ გამოწვევას, რაც ჩვენ გქონდა, როცა მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა. ანუ ვერ უპასუხეთ, იმიტომ რომ გადავეშვით სამოქალაქო ომში და ნუ ბევრი რაღაც მოხდა. ეხა ესე ცალ-ცალკე რო გითხო, ბევრს ვიცნობ, მამაჩემიდან გამომდინარე. ის მოგიყვება, რატო იყო მართალი მაშინ რომელიღაცა კამათში. მეორეც მოგიყვება, რომ ამაში მართალი იყო. ბევრთან მისაუბრე, მაინტერესებდა, მაგრამ რჩება ის, რომ ვერ უპასუხა პოლიტიკურმა კლასმა. ეხლა ჩვენ პოლიტიკურ კლასს სადაც ჩვენ ყველა ჩვენ როლს თამაშობთ, აქვს გამოწვევა, რომ ეს თავისუფლება შევინარჩუნოთ. იმიტომ რომ მართლა არის ამის საფრთხე. დავანებოთ თავი აი კალაძეზე და ვიღაცეებზე ლაპარაკს რა. აი ეს ტრაექტორია მოხდა ბევრი მიზეზის გამო, საერთაშორისო მიზეზების გამო და ასე შემდეგ. აი ხა როგორ პასუხობ ამას, ხო? ფაქტია, რომ ერთი ადამიანი დღეს სიტუაციას გარდატეხავს ვერ იმსახურებს ერთი ადამიანი აბსოლუტურად ყველას ნდობა. და ნიკა მოახერხა, რომ
თან არის ძლიერი, თან არის გამბედავი, თავგანწირო აჩვენა, ციხეში ჩაჯდა, თან არის დიდი პარტიის ლიდერი. ის არერიდება, რომ იყოს იმ პარტიის ლიდერი, აქაც კი ყვებოდა, სადაც მის ოჯახში, რომლის ხდება ცოტა ხნის წინ არ შეიძლებოდა. ანუ ძალიან დიდი გამბედაობა არის, რომ 7 ნოემბერს როცა იყავი აქციაზე და იყავი მართალი. და მე 2014-ში ხვდები, რომ ეხა სხვა ამოცანა აქვს ქვეყანას და არ უნდა იპრანჭო, რომ მოდი აუტეხავს რაღაცა, ხვდები ამოცანას და 2021-ში მით უმეტეს ხვდება ამოცანას და ნიკამ გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი კონფიგურაცია, ისიც ჯერა, რომ მას არ უნდა რომ იყოს აი რაღაცა ველადი თუ არ უნდა კი არა მისთვის აბსოლუტურად არაბუნებრივია. ამიტომ შეიძლება რომ მამუკა ხაზარაძე და ზურა ჯაფარიძე, რომელიც ამ მამუკაზე არანაკლებად ინდივიდუალისტი არის, რა ვიცი მე ზურას რა გააკავებს, ეს რა გამოსწრებას გავდივოთ და ეთერებში ხო საუბრობთ, სხვადასხვა აზრი შეჯერდა რა ნამდვილად, მაგრამ რიდი გვაქვს, პატივისცემა გვაქვს ერთმანეთისადმი. აი ერთხელ ეთერში რომ საუბრობ პენსიონერებისთვის პენსიის მატებაზე, ზურა გვერდით მიზის, ასე მგონია რომ აი არ გამოვრიცხავს, კამი გამომიწიოს მაგალითად. გუშევ და ფრთხილად ვარ, ვინმე შევიჯერდით რატო ეძებთ სხვა ეკონომიკური ლიბერალური ხედვებია, გასაგებია, მაგრამ ესეც სიახლეა, ესეც ძალიან ახალია, როდესაც ჩვენ ისეთ რაღაცებზე უკვე შევთანხმდით, მაგრამ დობა რო არ ყოფილიყო, ამოსო მეგობრებიც, დობა რო არ ყოფილიყო და პატივისცემა არ გამოვიდოდა და ძალიან მიკვეს, როდესაც კითხვა ისმის, რა თქვენ შეძლებთ თუ არა, ჩვენს უკვე შევძლებთ თანამშრომლობა და ჩვენ იმდენად დიდი გამოწვევების წინაშე დავდგებით, როდესაც ხარ ბერკეტებით აღჭურვილი, იმის ერთნი ვარ ჩათვალე, ეს ხუთი ადამიანი იქნება ერთი, იმიტომ რომ ყველას პრობლემა, ელენეს პრობლემა, ჩემი პრობლემა იქნება და მამუკასაც, ჩემი და პირიქით, ხო ირაკლისიც. დავახასიათოთ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ აკამი საუბრა მამუკაზე, შენზე. არა, ირაკლისზე ვიტყვი მე მაშინ. ირაკლი არის ყველაზე ჩუმი, ყველაზე მორიდებული. ეს აქ არის, თორე რას ლაპარაკობთ, ეს იგი არ არის. ეს აქ არის. აი ირაკლი ხო გონიათ რომ მორიდებულია მართლაც განსახიერებელ პერსონიფიკაცია წესიერების, მაგრამ თავის აი საქმეში არის ლიდერი და მე პირადად დავწუნებულ ვარ. ბევრჯერ, იმიტომ ჩვენ თანამშრომლობის დიდი გზა გვაქვს გავლილი ერთად ოპოზიციიდან და მეგობრობდით ძალიან ყოველდღიურად ყოველ შემთხვევაში ერთად მუშაობდით. ერთ მაგალითს მოგიყვებით, ირაკლი შეუძლია ერთ კონკრეტულ ვითარებაში ისეთი ავტორიტეტი მოიხვეჭოს ბევრის თვალში, იმიტომ რომ თავის საქმეში არის პროფესიონალი და ლიდერი ხდება უცნობი ადამიანისთვისაც კი. აი პრეზენტაცია ბოლოს ხო მოგეწონათ. აი ხა მოგეწონათ ჩვენ პრეზენტაცია შევატარეთ. ვიზუალურად ჩემს გარშემო, მაგრამ აი რა ხდებოდა? ეს პრეზენტაცია ვინც დაგვიგეგმა, ჩვენი ახლად გაცნობილი ადამიანია. შოთიკოა გვარ რეჟისორი. ხო, კარგი, ახლა არ ვიცნობდი ჩვენ და შეხედოთ, როდესაც საუბრობდით რა უნდა გავაკეთოთ. აი დობა თავიდან მე პირადად არ მქონდა და ბევრს, ანუ ვერ ხედავდით რას გვესაუბრებოდა და ხშირად არ ვუსმენდი და ჩვენსაც ვერ ეკებოდით. მაგრამ ამ ბიჭს ჯეროდა თავისი და გაიტანა თავისი. და როდესაც დავინახეთ რაც გააკეთა. იმის შემდეგ შოთა როდესაც ლაპარაკობს, უკვე ვუსმენ. უკვე ვუსმენ, იმიტომ რომ დაამტკიცა ამადამ უკვე არ ვიცი მომნუსხა ამადამ და ვიცი რომ ეს ადამიანია საუბრობს და თან აკეთებს. და ასეთი ადამიანები არიან და ირაკლი არის, აი მართლაც ასეთი ადამიანია რა. აი ისეთ მომენტში გაგაკვირვებთ, კარგი გაგებით. დაგამახსოვრდება დიდი ხნით. ჯიუტია სხვა ჯიუტი კარგი გაგებით. შანსი არ არის, რომ აი თუ ჯერა რა აი კომისიაში ის რა ქვია, ხორავას კომისიაში ერთად ვიყავით. და თითქოს ხო აი გონია ყოველას რომ ყველაზე დაამთმობიან რაღაც საკითხები იყო, ეხა ზუსტად შინაარს ვერ ვიტყვი რა. სადაც უბრალოდ აი რა ვიცი მე ზევსები ჩამოვიდნენ რომ მისი პოზიცია შეეცვალათ რა. აი რო თქვა რომ არა მშვიდად, იმიტომ რომ პრინციპულად ეს ეჯეროდა და ჩემი აზრით მართალიც იყო, მე განსხვავებულ პოზიციაზე ვიყავი სხვა ჩვენ. აი
ბოლომდე უბრალოდ ვერაფერმა ვერ გატეხა და ესეთ სიჯუტეს რომელიც რაღაც უნდა გეგონოსო დისკომფორტის მომტანი არის სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანია მით უმეტეს ეგეთ კონფიგურაცია. ლაკ ეხა მნიშვნელოვანია რა უბნებს წარმოვადგენთ, ხო? აი ბატონო მგმინთ. მე გაღმელი ვარ რა და მეთქი ერთი გაღმელი ვარ მეთქი და ლაკა თქვა არა მეც იქა ვარ დაბადებული ამიტომ ეს ვაბალანსებთ ესე იგი გაღმა გამოღმას. კი ბატონო. აი ბამუკა მახსენდა სულ სხვადასხვა უბნები დახართ ისე ყველა ხო ფიქრობდი ვაკელი, ხაცმინდელი, საბურთალოეთელი და საბურთალოელი და მე პლექანოზე დავიბადე ვაკეში გავიზარდე და ტაბახმელაში ვცხოვრობ და თქვენ გადაწყვეტით რა უნდა და ტაბახმელა ეხლა თბილისში ტაწმინდა ბამუკა მახსენდა რომ თბილისი უნდა იყოს რაღაცა ტაბახმელაში აიკენს ფეისბუქში ხო ტურის ხალხი ასე შემდეგ და ცოტა ძალიან ხშირად აი ყველა თითქმის გამოსვლაში ჩემ ეთერებში და ასე შემდეგ ვამბობდი რომ თბილისს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი რომ გახდეს რეგიონში კულტურის დედაქალაქი და ძალიან გამიხარდა რომ ამაზე აქცენტი გაკეთდა ბუნებრივია და ჩვენ საინტერესო პროექტებიც გავაკეთეთ გახსოვს შენ იყავი ჩართული ამ იმაში ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების ფილმები რო დავაფინანსეთ და ოკეი და 20 ხო და ესე იგი რამდენმა იმ ახალგაზრდა მერე უკვე ძალიან დიდ კონკურსებში და ფესტივალებზე პრიზი ჩამოიტანა. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მაგარი ენა, რომელიც ჩვენ გვაქვს პლატფორმით, არის კულტურა და კინემატოგრაფია, რომელიც კულტურის ყველა ასპექტს მოიცავს რა, ესე თქვა, ეს არის ლიტერატურა, ეს არის ოპერატორი, მხატვრობა, მუსიკა და ასე შემდეგ და იმდენი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს და იმდენი ცნობილი, ესე თქვა, ძველგაზრდა რეჟისორი სოფლიო დონის რომ აი მათი სინერგიით ეპიცენტრს გავაკეთებთ თავიდან. ხაჭერს დაფინანსების კუთხით აი ნიკას ინიციატივას მინდა გამოვეხმაო, რომ ძალიან დაჩაგრულები არიან სახელმწიფო მიმართულებით, ვინც სწავლობენ. ანუ სტუდენტები, ხო? იმიტომ რომ ფინანსება დაუშვათ ბიზნესის კუთხით, დაუშვათ სტუდენტები, რომელსაც გარეთ მიდიან, არ ვიცი, ინოვაციების კუთხით და ასე შემდეგ და აი სახელმწიფო მიმართულებით, ვინც მიდის სასწავლებლად, იმათ პრაქტიკულად არ აქვს ხელშეწყობა და ძალიან გამიხარდა ეგ ინიციატივაც, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია. კარგი ინიციატივა, მე ვფიქრობ და ყველაფერთან ერთად ის სამოტივაციო სისტემა გჭირდება ახალგაზრდას რა უნდა იცოდე რომ რაღაცა ზაალო მოიდომენ ეკონომიკაშიც ითარგმნება ეს ყველაფერი ხო საბოლოო ჯამში იმიტომ რომ ისინი გიბრუნდებიან არა თან ჩვენ ხო გადასახტომი ვარ ჩვენ უფრო სწრაფად უნდა დავეწიოთ რაღაც სოფლიო პროცესებს იმიტომ რომ ბევრი დრო გვაქვს დაკარგული ერთადერთი გზა არის მასიურად მათ შორის საზღვარგარეთ რაც მეტი ადამიანი სწრაფად ეზიარება ცივილიზაციას დასავლურ ღირებულებებს და ფასეულობებს ახლა მოგიყევით სულ ზემოთ ახლა კულტურული შოკი მქონდა 2002 წელს კი არ ვიტყვილები მართლა არა და მეგონა რომ ძალიან განვითარებული ახალგაზრდა ვიყავი ხო არ ყოფილა ესე გასაბარაგო კი ბოდი თბილისს უნდა მიუბრუნდე და პრინციპში ამით უნდა დავასრულოთ ასეთი ახალგაზრდა გავა მალე ხო ბუნებრივია ერთი წამი თბილისამდე რაღაცას ვკითხავ უბრალოდ მაინტერესებს ყველა აცრილები ხართ კი აცრილებიც ვარ და იმიტომ ცივილიზაციას მართლა იმ ხელა ესა გვაქვს ახლა გამოტოვება მართლა ისე ჩამორჩებით უკვე მთელ ცივილიზებულ სამყაროს და ამიტომ ის ის თქვა მოდი რომ ფორმულაში 99% არის აცრელი ხო ვიღაცა თავის ეს ამ კლუბი ძალიან მომწონს ეს სადაც ვზივარ მოგეწონა ხო? ვიცი ადამიანების აღმოჩენა. ადმინიცა საინტერესოა რა. მოდი რაღაცა ერთი უკეთილი ჩავა რაშად გძნობა იჩენ. მოიცა მეც დამსვით მაშინ. რაღაცა ცოტა შეჯამების ამბავში ადვილია როდესაც გამიყვანია. არა და მამუკა მე იდა მაშინ შენ მოდი და მე დავიშვი მე მეც მადარასოებს არ ვშტავ. აი მაშინ მე ერთ წიგს ავიღებ თქვენის ნებართვით რადგანაც თბილის უნდა ვისაუბროთ. კეთილი. სანაირად მობილიზებული ხარ. არა, იქ ჯობია. არ ჯობია. რა კარგია. ითხოვენ უპასუხებ, ითხოვენ. ძალიან საინტერესო. დაასრულებთ მე ვატყობ, მაგრამ მანამდე კითხვა უნდა დავსვამ. ერთი მეც მინდოდა. კი ბატონო. რა ისიც შოუს აი ტელევიზიაში სტუმრად რომ მოვდივარ ხოლმე. და აი კორიდორებში, ფლიგელებში, დერეფნებში, თუ როგორც არის ტალანებში, აი ხვდები თავი თანამშრომლები, აი რაღაც განსხვავებული ლაღი, უფრო სილაღი იგრძნობა რა, აი მე სადაც ვარ, იქ ძალიან წამშეკრულები ვართ რა. ბრძოლაში, თქვენ ბრძოლაში ხართ, თქვენ ასე ვთქვათ, პლანზე ხო, მაგრამ იგრძნობა, ხო, ხვდები სილაღია რა. ძალიან საინტერესო პირველად გააკეთებდი ეთერი რო დაგიწყოთ. ვიფიქრო ამაზე არ ვზურას ვიფიქრობ.
პენსიებზე. თქვენ დახოცავდით ერთმანეთს. პირველი გადაცემის თემა. ვა, გადაცემა თბილისი და თბილისელები. სხვა ირაკლი. არა, არ ვიცი, უნდა მოვიფიქრო. უნდა მოიფიქრო. კარგი, რეზო დასვიკითხოთ. ხო, არა, ნუ მაგ მართვაზე იყო ლაპარაკი, ბევრი ვილაპარაკეთ და ზურას მანამდეც ვესაუბრეთ და მოკლედ თქვა რომ ძალიან მე ძალიან და ყველა ვიცით რომ რაღაცა მკაფიო ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობა აქვს თავისი, ხო? და მაგრამ მე ხარ ვიცი მე ჩემი გადმოსახედიდან განათლების სფეროში მაგალითად რაღაც ეგეთ მოჭრილი რაღაც ერთი იდეოლოგიით ძალიან რთული არის რა იმდენად ეს დინამიური ქსოვილია ქალაქიც ისევე როგორც განათლების სისტემა რომ იქ მხოლოდ ერთი კუთხე რაღაცა არის რომ ცოტა უფრო სოციალური პოლიტიკა უნდა გაატაროს სადღაც უფრო მემარჯვენე თვალსაზრისით უნდა იმოქმედო აი ზურასგან მინდა დავიწყო რომ რამდენად პირიქით მე და ამიტომაც გონია რომ ასეთი მრავალფეროვნება მაგალითად სოფხედველობრივი ხო პირიქით უფრო გააძლიერებს იმიტომ სადაც ის მიმართულება და ის პოლიტიკა იქნება იქ იწავა სადაც ბიზნეს ხარდაჭერა უნდა თუ ასე შემდეგ აქაც არის უკვე ადამიანები არიან ადამიანები რომლებსაც უკვე ამასთან დაკავშირებით ბევრი აქვს ნაფიქრი ას სოციალურ პოლიტიკას ნაფიქრიც აქვს ეკონომიკის განვითარებას და ამ შემდეგ ანუ ამ ქალაქის აი მართვაში ეს ნამდვილად უწყობს ხელს ხო გავიგეთ რომ ეს კამათი არის კი ბატონო აი სფეროების განაწილება ხო არ მოხდება ან რაღაცა ისე ხალხი შემილი ამაზე ლაპარაკი ქალაქის იმაში არ შედის ახლა მაგრამ ზოგადად განათლების პრობლემა ბევრი პრობლემა არის ჩვენთან განათლებაში. ერთი პრობლემა არის ზოგადად განათლების სისტემის სამყაროში, თანამედროვე სამყაროში აქვს პრობლემა, გამოწვევები აქვს. იმიტომ რომ თანამედროვე განათლების სისტემები, რომელსაც მათ შორის განვითარებულ ქვეყნებში ხვდებით, არის მოძველებული. ინტერნეტმა დააძველა ყველაფერი. განათლების სისტემების შინაარსი და მთავარი მიზანი იყო ის, რომ ადამიანს უნდა დაემახსოვრებინა ბევრი რაღაცები. განათლებულ ადამიანს ხდებოდა ის, რომ ბევრი რაღაცა ახსოვდა. თანამედროვე სამყაროში როცა ვიკიპედია გუგლი გაქვს მეხსიერების როგორც უნარის განვითარებას შინაარსი ეგეთი შინაარსი აღარ აქვს. ამიტომ დღეს გამოწვევა აქვს ყველას თელ სამყაროში და ყველა განვითარებულ ქვეყნებში ცდილობენ განათლების სისტემა რაღაცნაირად გადააწყონ იმაზე რომ მეხსიერებაზე არ იყოს ფოკუსი და ფოკუსი იყოს იმაზე სხვა ტიპის უნარების განვითარებაზე, რაღაც კრეატიულ აზროვნებაზე, რაოდენობის აზროვნებაზე რომ შეგეძლოს არსებული ცოდნა, რომელიც უფასოდ იყრება ინტერნეტში და მანამდე ეს ცოდნა ფასიანი იყო, მაგრამ ეხლა ყველაფერი უფასო ხდება, ყველაფერი შეიძლება ინტერნეტში იპოვო უკვე. ამისი მიქსი შეგეძლოს და რაღაც ახალი შექმნის უნარი ჰქონდეს, ეგ არის ყველაზე მეტად რაც ფასობს. მაგას ჭირდება სხვადასხვა ტიპის აზროვნების უნარების განვითარება და არა ის რომ მეხსიერებაზე ქონდეს ფოკუსი. ჩვენ განათლების სისტემას კიდევ უფრო უარესი ჭირდება, იმიტომ რომ საბჭოთა განათლების სისტემიდან მოდივარ და ამ განათლების სისტემის აზრი იყო ინდოქტრინაცია. ხო და სინამდვილეში რაც შენ თქვი ერთი კუთხიდან დანახო ამ განათლების სისტემის თავი პრობლემა არის ის რომ ერთი კუთხიდან არის ანუ ერთ თარგზე იჭრება ყველა თაობებს ჭრით ყველას ერთ თარგზე და განათლების სისტემა არის ეგრე აწყობილი რომ ვიღაცების ზიანს ადღას და იძახე რომ ჩვენ ვიცით რა არის განათლება როგორც პროდუქტი და მთელი თაობა აი ამ მთელ თაობას თავში აი ეს უნდა ჩაუდოთ ეს უნარები უნდა მივცეთ და მე ისინი იქნებიან წარმატებული ოღონდ 30 წელი ვერ გავარტყით და განათლების როგორც პროექტის პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ შენ დღეს რო შეკავს ბავში 5-6 წლის რომელიც იწყებს რაღაც განათლების მიღებას, იმან უნდა გაიაროს ჯერ სკოლის ციკლი, მერე შეიძლება გაიაროს საუნივერსიტეტო ციკლი, ანუ ჯამში სადღაც 15 წლის მერე, 20 წლის მერე სამყარო როგორიც იქნება, უნდა გაარტყა. არავინ არ იცის როგორ იქნება 20 წლის მერე სამყარო და შეიძლება გაარტყა და თქვა რომ აი მე რომ მოვამზადებ ახლა ამ ბავშვს რომ ან დინამიური უნარები შეიძინო რომ მე ხო, ამიტომ მე ისიც მჯერა საბოლოო ჯამში მჯერა ის რომ პირიქით უნიფიცირებული სისტემა არ უნდა იყოს ბევრი სხვადასხვანაირი განათლების ფორმები და ადამიანს უნდა მიეცეს საშუალება სხვადასხვა ტიპის განათლების საგანმანათლებლო ინსტიტუტების შექმნას და საბოლოო ჯამში დროთა განმავლობაში კონკურენცია აჩვენებს რომელი განათლების სისტემა უფრო კარგად ამზადებს იმ რაღაცა მომავალში რო რეალობა იქნება იმ რეალობისთვის ადამიანს ანუ სიტყვაზე ჰარვარდს ახსენებდა ხოლმე ხო ჰარვარდი იელი იქნება თუ პრისტონი იქნება ეს უნივერსიტეტები იმიტომ კი არ არის მაგრები რომ რაღაცა მაგარი ლექტორები ყავთ მოძებნილი მაგის გამო კი არ არის ეს ამ უნივერსიტეტებმა უბრალოდ 10 წლების განმავლობაში შეიძლება მეტიც დაადასტურეს პრაქტიკაში რომ ისინი ყველაზე კარგად არტყავენ როგორი იქნება მომავალი და კარგად ამზადებენ ყველაზე იმ მომავლისთვის ამ ახალგაზრდებს და მაგიტომაც ღირს იქ სწავლა ძვირი თორე იმის გამო კი არა რომ კარგი კედლები აქვს და კარგი ინფრასტრუქტურა აქვს ხო და ამიტომ მე რიცის ჯერა არის ის რომ საბოლოო ჯამში კონკურენცია არის გამოსავალი უნდა მიეცეს საშუალება ადამიანს რომ მე თუ ჯერა რომ მომავალი იქნება ესეთი მე უნდა ქონდეს საშუალება გავაკეთო ეგეთი სკოლა და მშობლები თუ მინდობიან და მოყავთ ჩემს ფიქრობთ მე რომ აი რაღაცა მიმართულებები მე რას საბჭოთა ადგილობრივ თვითმფრინავობა ჩახსნილი აქვს ეგ კომპეტენცია მაგრამ მინიმუმ სანამ ბორომდე გაათავისუფლებ განათლებას ჩემს არა მარტო განათლებაზე არ მაქვს ლაპარაკი თქვენ თავისთვის თუ გაქვთ რაღაცა ამორჩეული მე გეტყვით მოდელს რა ეხლა არ ვიცი იცით თუ არა მე მაქვს და მქონდა ბედნიერება ეხლა უბრალოდ ჩემი პარლამენტარობის გამო ვეღარ გავაგრძელე ის საქმიანობა 20 წელი ვიყავი
დამფუძნებელი და თანა თავმჯდომარე გივი ზალდასტანიშვილის სკოლის და ეს სკოლა არის უნიკალური სკოლა გამოდგა. სკოლა რომელშიც ზარი არ ირეკება და არის აბსოლუტური თავისუფლება. სახელმწიფოს რეგულაციებისგან არის თავისუფალი და აბსოლუტურად საგანმანათლებლო პროცესს თვითონ სკოლა წვითავს კურიკულუმი რასაც ქვია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სკოლის 700-მა კურსდამთავრებულმა რომ რამოდენიმე ათეული მილიონი დოლარის ჩემი გათვლებით დაახლოებით 60 მილიონი დოლარის სტიპენდია მიიღო უკვე იქ რო ჩააბარეს 4 წლის განმავლობაში. და ეს არის უნიკალური რამე. ეხლა არის მეორე კითხვა იმ თუჩვე შემოდის, რომ ეს სკოლა არის მდიდრებისთვის, მდიდარი ოჯახებისთვის. აქვე მინდა ყველას უთხრა, რომ შევქმნით მოდელი, ეს არის კერძო სკოლა და თავიდანვე შევთავაზოთ, რომ ეს სკოლა დივიდენდებს არ არიგებს. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არის სკოლა, სადაც 30% ხმარდება იმ ოჯახების შვილებს, ვინც გამოსვლა ჩააბარა და მიიღო სკოლამ, როგორც ჰარვარდშია. იმიტომ რომ ჰარვარდში ფულით კი არ ეწყობი. ჯერ უნდა გაიარო და მერე შეიძლება იქეთ გადაგიხადონ სტიპენდია რა. და 30% ბავშვების ფინანსდება თვითონ სკოლის მიერ. ანუ არც ერთი ბავშვი, რომელსაც მოახერხა და ჩააბარა თავის ცოდნით ამ სკოლაში, სკოლის გარეთ არ დარჩენილა და ეხლა ეს ბავშვები არიან ზოგი სწავლობს ამერიკაში და ისეთ უმაღლესებში როგორც არის აი ჩამოთვალა იელი, ჰარვარდი, პრინსტონი, კოლუმბია, ვესტ-პოინტში ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიიდან პირველი 4 კურსდამთავრებელი ვესტ-პოინტში ამ სკოლიდან არის ესე ვთქვათ კურსდამთავრებელი. რატო ყვები? ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, განათლების საკითხი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ძალიან სწრაფად უნდა გადაწყვიტოს. და ბევრი თეორია, როგორ, რანაირად არის გრძელვადიანი ამბავი, იმიტომ რომ 60,000-ია თუ არ ვცდები მასწავლებელი და გადააქციეს პოლიტიკურ დანამატად რა. მე ზურას რასაც ვეთანხმები, რომ აი ყველაფერი თავისუფლებას როცა ამბობს, ხო, ესე უბრალოდ ტაქტიკურ საკითხებში არ ვეთანხმები, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ სადაც საჭიროა სახელმწიფოს ჩარევა, როცა ძალიან ცუდად არის საქმე რა, აი ძალიან მოკლედ შოკურად უნდა ჩაერიო და მე გაუშვა ხელი. და ზურ ამბობს, რომ თავიდანვე მივიდა, ეს ამაზე შევჯერდები. ტექნიკის საკითხია, მაგრამ მთლიანობაში რომ ეს უნდა იყოს თავისუფალი, ესე ვთქვათ, ფრენის და თავისუფალი, ვთქვათ, მეწარმეების ამბავი, ამიტომ ეხლა ძალიან მოდელია მოსაფიქრებელი, რომ პირველი პოლიტიკური იმიდან უნდა გავანთავისუფლოთ ეს მასწავლებლები. და რაც ყველაზე მთავარია, შექმნათ შრომის ბაზარი არ არის ჩვენთან 70% კურსდამთავრებულების, უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულების ვერ აგრძელებენ თავის სპეციალობით მუშაობას, იმიტომ რომ ეს შრომის ბაზარი არ არსებობს. ანუ მშობელი, ლექტორი, ბავშვი 4 წელს ამთავრებს, ვერ ეწყობა სამსახურში. არ აქვს არანაირი გარანტია, რომ თუნდაც პრაქტიკა გქონდეს გარანტირებული და ის ფული ჩადებული, ის ცოდნა დრო არის და მე იწყებს თქვათ მიმტანად მუშაობას. ამ დროს დამთავრებული აქვს შეიძლება ფიზიკური, სიტყვაზე ლაპარაკობ რა, ან ქიმიური. ეს მიწოდება მოთხოვნის ამბავი თუ არ დარეგულირდა ბაზარს, სულ ესე იქნება და იქნება როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო დიპლომის ყიდვა და ესე თქვა ან იქნება თუ კვალიფიციურად მიცემ განათლებას ჩამოვა და აქ ვერ დავასაქმოთ, ისევ გადინება იქნება და გამოარო სხვა ქვეყანას დაუფინანსებს ამ პოლიტიკურ წნეხზე ახსენე გათავისუფლდეს წნეხისგან რომ მასწავლებლები უფრო ახალი ამბავია და ამბავიც ეგაა. ედეგი აი დღეს საღამოს ხო ავჭალაში არის ასეთი სკოლა 119 სკოლა და ამ სკოლის დირექტორი არის ქალბატონი, უბრალოდ უკვე იყო ქალბატონი, რომელიც მოხსნეს და რატომ მოხსნეს? იმიტომ რომ რამდენიმე დღის წინ ჩვენ წარვადგინეთ გამგებლის კანდიდატები, ხო და ერთ-ერთი გამგებლის კანდიდატად გდანში წარვადგინეთ ახალგაზრდა ბიჭი, კონსერვატორია დამთავრებული, განათლებული, მართლა წარმოჩვეულებრივი ახალგაზრდა თენგო გიორგაძე და ამის დეიდა იყო სკოლის დირექტორი. და წარმოგიდგენთ რა ხდებოდა დღემდე აქციამდე რა დავალებები ჰქონდათ სკოლის დირექტორებს მიღებული რომ მოხდარიყო მობილიზაცია მასწავლებლების და ნუ არ მიიღო ეს დავალებები დღესვე გაათავისუფლეს დღეს სუქეთი დევდარიანის შემიცვლის დაკალების ბრალია ყველაფერი დაწესის რაღაცას მე იქნება რა თქმა უნდა საინფორმაციო გამოშვებაში მე მგონი უნდა დავაძინოთ აბა გადაცემის იდეაო რომ ყველას კითხე და მე არ მკითხე და იდეა აი ნახე ჯერ უნდა გითხრათ რომ ნოდარ სუმბაძის თბილისური კოლექცია რა საოცარი წიგნი და მე მგონი
აი სოფლიოს ვერც ერთ ქალაქს ვერ ნახავთ. სადარბაზოებია? ეს არის აი ის პანჯრები, მარტო პანჯრები, სადარბაზოები, ცალკეა და კარებები კიდე ცალკეა. ეკაჯაფარიზება, როდესაც ამბობდით, რომ თბილისური კარი უნდა აღდგეს, იმიტომ რომ ახსოვთ როგორ გინდოდა გასწორ. როგორ არ მახსოვს, თქვენი ინიციატივა იყო ეს და ბოლომდე ბატონ ნოდარს დიდი მადლობა ამის გაკეთება. უბრალოდ იდეა მომივიდა, რომ ნახე, ლაკა ესეთი რაღაცა, რომ იღებ ამ რომელიღაც მისამართს და იქ მაცხოვრებელი ყვება თავის სახზე, რომ ეს არის ჩემი პანჯარა, აქ დავიბადე. მამა ჩემი ეს იყო, ბაბუა ჩემი ცნობილი კაცი იყო. ამას აკეთებდა, სახში ესეც სტუმრები მოდიოდნენ და მე შეიძლება თქვას, რომ ეხა ეს სახლი მენგრევა რა. მენგრევა და შეიძლება ეს ყველაფერი გაქრეს. მეხუთე თაობა ვარ თბილისელების. გახვალ და ნახალე ხო და მაგარი რამეა, თან ისტორიული მემკვიდრეობაა, თან ადამიანების ისტორიაა და ეს უბრალოდ ხედავდა თბილის ფანჯრის რაფიდა. მაგარია და ჩვენ ხო ისე დავდივართ, აღარ უყურებთ ამ სილამაზეს და თბილისს საუბრობთ, იმიტომ რომ ჩვენი საეთერო დრო იწურება და მართლა ხედავთ ხო რამდენი იდეებია და მართლა გიждდებოდი მამუკას ამ იდეაზე რომ თბილისური კარი მართლა გამორჩეულია და იკარგება და ეს ცირა ელისაშვილის საცხელეს მიადგება ხოლმე ამ კარის ნარჩენებს და მოაქვს სახლში და რაღაცნაირად სახლში ეს ყველაფერი დაკონსერვებული რომ არ დაიკარგოს, ხო? და მამუკას უნდოდა რომ აღედგინა, ესე ვთქვათ, 100 კარები, პირველი 100 კარები, იმედია ეს პროექტი მე რეასთან ვერ დაულაგდი. განხორციელდება კულტურულ მემკვიდრეობაზე, მაგრამ ძალიან ბევრია სასაუბრო და სამწუხაროდ ვერ მოვასწრებთ და ზოგადად ამ ეთერში ვერ ამოვწურეთ, ყველა ის კითხვა ვერ დავსვით, რომელიც გვინდა და მაგრამ მაინც მინდა ბოლოსკენ რადგან მივდივართ აუცილებლად. ვისაუბროთ სათითაო თქვენ და თბილისი რაღაცნაირი ქალაქია, იმიტომ რომ ან გიღებს, ან არ გიღებს. და განსაკუთრებით, როდესაც მოდიხარ მთავრობაში, მაშინაც ან გიღებს, ან არ გიღებს და მე მინდა რომ აი თქვენ თბილისზე ილაპარაკოთ და რატომ უნდა მიგიღოთ თბილისმა. გიღებს ან არ გიღებს, ან აგდება იცის ქალაქმა, ანუ და აი აგიგდოს შეიძლება თუ აგკენცლა. ხო არ გეშინია რომ აკენცლი. და აკენცლაზე წყვილა კი არ აკეთებს აქცენტს. თბილისმა თუ აგკენცლა, ხო ვერდისა ირაკლისგან ხო კითხვა ხო ეს? ირაკლის მართლა სულ ისე ვყავთ ჩვენ საუბრობთ და ირაკლის არა, აბსოლუტურად ყველამ უნდა მიპასუხოთ ამ კითხვაზე. ირაკლი შენ დაიწყე. რა ვიცი, მე მგონია რომ ქალაქი გიღებს და ის გარემო სადაც ცხოვრობ და ქალაქი არ არის ხა რაღაც აბსტრაქტული ის, ხო? შენი გარემო, შენი მეგობრები, შენი ოჯახი, სანაცნობო წრე ვინც გიცნობს და ვინც შორიდან გადევნებს თვალყურს, ხო? ყველა გიღებს თუ გძნობს შენგან გულწრფელობას. შეცდომებიც ბევრი დაგვიშვია, მე მით უმეტეს, ოდესაც ქალაქთან მიმართებით საუბრობ, მაგრამ მე არასდროს მიგძვნია რომ დავუშვი ისეთი შეცდომა, რის გამოც მე ამ ქალაქში არ შემიძლია რომ გავიარო. ეს შემთხვევით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ქალაქში დადიხარ, შეგიძლია რაღაცებით იამაყო, შეგიძლია რაღაც შეცდომები აღიარო, მაგრამ პრინციპში არ მიიღო ისეთი ტიპის კრიტიკა, რომელიც შენ თავს შენ თვითონვე გულში ადამიანის ზოგადად ობიექტური არსება, მოდი ასე ვთქვათ, შეიძლება ძალიან ბევრი ვიკამათოთ საჯარო სივრცეში ჩვენი თავის დასაცავად, მაგრამ აუცილებლად ყოველთვის ვიცით რა შეცდომა გვაქვს დაშვებული. აი მე ვფიქრობ, რომ თუ არ გვაქვს ისეთი შეცდომები დაშვებული და არ მაქვს მე მგონია ისეთი შეცდომა დაშვებული, რომელიც ჩემ თავთან მიმართებით ჩამაყენებ და უხერხულ მდგომარეობაში, მაშინ ამ ქალაქს შეგიძლია თავისუფლად იარო. ელენე. მე სხვა ჩვენს ახლა ვფიქრობდი, რომ განყენებულად ვერ ვლაპარაკობ ქალაქს. ანუ აი მე და ქალაქი, არა, აი რაც ასოციაციურად წამომივიდა, იყო ის, როცა პატარა ვიყავი, ჩემი ცხოვრება აღიქმებოდა იმ ქუჩიდან. და ანუ ქუჩიდან სადაც ცხოვრობდი, ხო? ანუ აი ესე იყო რა, რომ აი ხედავ ამ ქუჩას. მე რაც უფრო დრო გადის, ეს თბილისი ესე იშლება რა ჩემთვის. აი ესე იშლება და ძალიან ბევრი ჩემი შთაბეჭდილება ეხლა ჩემი ადგილები მაქვს, ჩემი კაფეები მაქვს, ჩემი, ავიცი, ისა მაქვს, რა ქვია, კუთხეები და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება რაც მაქვს, ეს არის ძალიან დიდი სივრცე, რომელშიც ცხოვრობთ. დიდი, ძალიან დიდია თბილისი, სინამდვილეში დიდი ქალაქი არის. და როგორი რამდენი ადამიანი ცხოვრობს, ჩაკეტილია თავის ამ პატარა იმაში რა, პატარა სივრცეში. ამ დროს ქალაქი არის ბევრად უფრო დიდი. კავშირები არ არის და იმიტომ თუ რა არის, არ ვიცი, იმიტომ რომ მაგალითად ხუდადოვის ტყეში რო ვიყავი რამდენიმე წლის წინ, ეხა ძალიან ბევრს დავდიოდი 17 წელს რა, შოკირებული ვიყავი, რომ ანუ მე
ამდენი წელი აქ ცხოვრობ და აი რაღაცა დავდივარ, ისა ემოცია მაქვს, ისა ესა ურთიერთობ და ხუდადობის დღეში არ ვიყავი ნამყოფი. ან პირველად როცა ოქროყანიდან კუსტპაზე გადავედი, ნუ ეს ადრე რა, ესე გადავედი, შოკირებული ვიყავი. ჩემი ახმა რა იყო, კუსტპა ახლოს არის, ფუნიკულორი ძალიან შორს არის. მე აღმოჩნდა, რომ ჩემ ერთი ამოსუნთქვით გარბენაზე არის ეს ყველაფერი რა. ხო და რავი, მე მგონი, ჩემთვის ყველაზე საინტერესო არის აი გაუთავებელი სწავლა, მიღება ქალაქის სხვადასხვა სახეების და ძალიან მრავალფეროვანი არის. და ძალიან ბევრი რაღაც კიდე ჩემი შთაბეჭდილება იყო და გავჩუმდები სამგორში მაგალითად ამაზე ვაპარაკობ ხოლმე უამრავი საბჭოთა პერიოდის დანგრეული ქარხნები არის და იქ რომ ვიარე დავინახე უბრალოდ ის ჩემი ახალგაზრდა მეგობრები ან ჩემზე უფრო ახალგაზრდა ხალხი იდეებით სავსე რა შეუძლიათ იქიდან გააკეთონ რა აი რაღაც დიდი სივრცე ეს დანგრეული ქარხანა დრეები შეიძლება 4G-ს ვინც აკეთებდა ის ხალხი ეძებდა ხოლმე სივრცეს. უამრავი კრეატიული კიდე უამრავი რა კულტურის სახლი სამგორში, რაღაც არაჩვეულებრივი არქიტექტურა, რომელიც არის ახლა თავის ტკივილი სამეზობლოს თვითონ ბავშვები რო შედიან, რაღაცები ინგრევა და ფოტოშორის ელენე რო ხამაზე საუბრობს, მე მინდა გავიხსენო, რატო საუბრობს ესეთი ვნებით. 2017 წელს ელენეს თავის კამპანია ჰქონდა თბილისში და კამპანიის მთავარ ხაზად და მისი იდეა იყო ეს, აირჩია სხვადასხვა უბნებში ცხოვრება. ხო, რამდენიმე დღე მიდიოდა და იქ ცხოვრობდა და ნუ როგორც ჩანს ალბათ იმიტომ, რადგანაც ახლა საუბრობს, რომ იქაური ო, არა, ძალიან დიდია და ძალიან აღმოჩენები გაეკეთებინა ეს ქალაქი და მე კიდე გავგილი შარშენ გაზაფხული კუკიაზე მოვხვდი და რა სილამაზე ყოფილა თან გაზაფხული ჯერ შეჩენილი ეს დაბალი სახლები და ისეთი ლამაზია იქაურობა რომ გავგილი სურა ეხა ქიმიურ პროცესს მოგვეყვება რა ხო არ მეც იმედია და ბოლომდე შენ ძალიან განსაკუთრებული დამოკიდებულება უნდა გქონდეს ამ ქალაქის მიმართ და კი ცხადია მე ვთქვი მართლა შინაარსი არ მესმის როგორ შევა რაღაცა არ მიმიღოს თბილისმა ჩემთვის გაუგებარი ამბავი რა აქ დავიბადე აქ გავიზარდე და პრინციპში გადამულად ალბათ თვენახევარზე მეტი არც გავსულ ვარ თბილისიდან არასდროს ცხოვრებაში არცაც სხვაგან არ მიცხოვრებ თელი ცხოვრება თბილისში ცხოვრობ ხო და რავი მე თვითონ ვარ თბილისის ნაწილი როგორ რავი იქით არ მივიღებ თუ კაია ვინმე არსიდან ხო არა ვარ ჩამოსული რანაირ ანუ იმის გამო რომ რაღაცა სადღაც ახლა მერია შევა მოხდე ამის გამო მოუწყდე რაღაცას ეგეთი რაღაცა ვერ წარმოვიდგენია ხო ამიტომ რავი რა თბილისი ვარ მეც და ჩვენც და ყველა რა ნაწილი ვარ ყველა ამ ქალაქის ხო მეც მოკლედ ვიტყვი მე ეს გამოცდილება მივიღე და ძალიან დიდი სიამოვნებაა ყველაზე საინტერესო სამსახური ჩემთვის რაც იქნებ მქონია იყო თათბირის რაიონის გამგებლობა მართლაც აი ძალიან ვისიამოვნე ძალიან ბევრი ზოგადად მიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა აი ახალი ადამიანების გაცნობა მიყვარს ენერგიას მაძლევს თუ შეიძლება გკითხოთ ახლა რა არის ჰობი თქვენი ხო კი პასუხებდით რომ ადამიანების გაცნობა. სოდაშორის და გამგებელი რო ვიყავი, მაშინ ძალიან მაგარი ხალხი დამხვდა იქ გამგეობაში და მოვიფიქრეთ ძველი თბილისის საღამოები თბილისში უხდებოდა მაშინ არ გახსოვთ თქვენ შაბათობით ვაკეთებდით თათბირის რაიონის გამგეობის შენობაში, არაჩვეულებრივი შენობა იცით, ძველი თბილისის საღამოებს და ვეძებდით რაიონში მაცხოვრებელ ადამიანებს ანუ ან ცნობილ მხატვარს ერთ დროს, ან მომღერალს, რომელსაც არავინ აღარ ეპატიჟება, ან პოეტს და სალონური ტიპის შეხვედრებს უკეთებდით. და ეპატიჟებოდით მათ მეზობლებს და ახლობლებს, ვისაც ის დაპატიჟებდა და ახლობით ეტეოდა 50 კაცი. ესეთი სიამოვნება მე არ მიმიღე. ყოველ შაბათ დღეს იყო ეს და ეს 2013 წელი იყო. გამოიდგინეთ, ხა ყველაფერი რაც კინაცო მოძრაობას უკავშირდებოდა, ბევრისთვის მიუღებელი იყო, მაგრამ არ გამჭირვებია მაშინ და მე დარწმუნებული ვარ, ახლა მით უმეტეს ამ გუნდით, ამ მეგობრებით ოდნავაც რომ ეპარებოდეს ეჭვი, რომ შეიძლება ვინმესთვის მიუღებლები ვიყოთ, გეტყოდით, მაგრამ ჯერა საკუთარი თავის შესაძლებლობების და მეგობრების შესაძლებლობების თბილის მართლაც განა, იმიტომ ვამბობ, რომ ეს ვიღაცამ დაგვიწერა და მესეჯ ბოქსია ხალხო, რომ მრავალფეროვნება და ისტორიული შანსი. არა. ეგ სხვა შეს გეტყობათ, რომ ეს მესეჯ ბოქსები ისტორიული შანსია, არ ვიცი, იქნება, რომ ხვალდაზე იგივე შანსია. კი იქნება, როდესღაც, მაგრამ როდის იქნება, არ ვიცი, როდესაც ერთფეროვნება, ერთპარტიული მმართველობა შეიძლება ჩანაცვლოს მრავალფეროვნებით. თავის იქნება, მაგრამ შეიძლება 2030 წელს იყოს. და ჩემს მეგობრებს გავიმეორებ, აი ყავს ერთი ბავშვობის მეგობარი, რომელიც
მოკლედ რა ვერ ჩამოყალიბდა რა უნდა და ეხლა პირდაპირ უთხარი რომ ან ახლა შენ აიღებ მოკლედ და მიიღებ სწორ გადაწყვეტილებას და მართლა მრავალფეროვნებას ხო ან მოგწონვათ ხო აი როგორც პარტია ხარ ან დაელოდები მარტო ერთ პარტიას რომელიც მოსუქდება პოლიტიკურად დიდი კიდევ უფრო გახდება და ერთი პარტია დაამარცხებს მეორე პარტიას ქართულ ოცნებას და ერთი პარტიული მმართველობა ჩანაცვლება მეორე ერთ პარტიული მმართველობით როგორც სხვა ხო აქ უკვე მოწონს ეს და აშინებს კიდევაც ეს პერსპექტივა ამიტომ ჩვეულებრივი ამბავი არ მოხდა ხახტო დიდი წვლილი აქვს თითოეულ აკყოფ ადამიანს მამუკას მათ შორის სადაც ელენე ზურაძე ირაკლი საუბრობს ეხა მამუკას სწორ მომენტში სწორ დროს ანუ უდიდესი იმპულსი მიცა ამ ერთობის შეკვრას ეს რო გეკითხათ ეხა 10 დღის წინ ვერ დაგიდასტურებდით არც მკითხავდით და ვერც გიპასუხებდით რა ესე იქნება კი არა იქ არის დარბაზში არის და ხო ხალხო და ჩვენ უკვე შევძელით და გვინდა რომ ეხა გავასაურო გიორგი ლეონიძეს აქ ნათქვამი თბილისელობა არისო პირველ რიგში პროფესიაო და როგორ ახსნა ეს ზოგადად ქალაქელობა ყველა ხუთაისელობაც პროფესია მისი მოსაზრებით და ზოგჯერ სახლიდან როდესაც გამოდიხარო ანუ როგორ ხსნის რატო არის თბილისელობა პროფესია გოგო ლეონიძეს გაგებით არ ხარ ხო ხასიათზე დაღლილი ხა გაბრაზებული ხა ცოლს ეჩხუბე ბავშვს ეჩხუბე არ ვიცი შავალი არ დაგიუთავა კარგად ცოლმა და გამოდიხარ და მეზობე ხვდება სადარბაზოსთან უნდა მიესალმო სექსიზმში გადავა უნდა მიესალმო რა არა უნდა მიესალმო ხო არა და ხო არა ზოგჯერ არ ხარ ხასიათზე ახალ გამოცემა და უთოვე კარგად ხო რაღაცა ისეთ უნდა გააკეთო რაც აუცილებელია ამიტომ რთულია ნამდვილად განსაკუთრებით რთულია როდესაც თბილისის მთავრობის წარმომადგენელი ხარ და 1.5 მილიონი თბილისელი შენი პარტნიორია, მაგრამ რა ვიცი, აი ამ გუნდის შემყურე მე ძალიან დიდი ძალა მეძლევა რა. ბატონო მამუკა. ხო, არის ესეთი ადამიანი, არაჩვეულებრივი თბილისელი კაცი, ვინც თბილისი იცის ამ ადამიანს იცნობს და ერთხელ მაინც არის ნაყოფი მის სახში, ეს არის ოთარ გაბელაშვილი, ცნობილი სტომატოლოგი, რომლის ესე ვთქვათ კაბინეტი არის რუსთაველზე და რომელთანაც ბოლო მე რაც ვიცი 30 წლის განმავლობაში იკრიბებიან ყველა თბილისის აი დავარქოთ კოლორიტები თუ რომ ცნობილი ჩირგაძიდან დაწყებული ესე ვთქვათ ზვანელი და რა ვიცი ყველა პოეტი და ასე შემდეგ და მის კედლებზე არის ყველა ამ ჩვენი ცნობილი პოეტის და ასე ვთქვათ მოღვაწეების წარწერები ეს არის საოცარი ადგილი აი მე როცა ვლაპარაკო აი თბილისი რა არის ჩემთვის რა მე მამაჩემის მეგობარია ბატონი ოთარი 88 წლის არის მოხდა დიდხანს ამყოფოს ჯამთელად აი მე იქ როცა ავდივარ ხოლმე და ხვდები ამ საოცარ ადამიანებში ის არის ჩემთვის თბილისი აი ეს ოთახი არის ჩემთვის თბილისი ანუ ადამიანები ვისაც ვინც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილიდან არის თბილისში ჩამოსული მაგრამ ერთ-ერთ ძალიან ცნობილ პოეტს აქვს ნათქვამი რომ თბილისში დაბადება კი არ არის თბილისელობა თბილისელად თავიდან უნდა დაიბადო. აი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია რა. ხა ვიღაცისთვის არ ვიცი ეს რას ნიშნავს, მაგრამ აი ეს ურთიერთობები. ანუ ამ კულტურის ნაწილი რო გახდა. ხო, თავიდან უნდა დაიბადო რა. თორე შეიძლება ქუთაისში დაიბადო, შეიძლება თელავში დაიბადო. ჩვენ როცა ლაპარაკობთ, სოფლელობა და პროვინცია ორი სხვადასხვა რაღაცაა. შენ შეიძლება იყო ყველაზე მაგარი ინტელიგენტი და ადამიანი და ცხოვრობდე მთაში და სოფელში, შეიძლება ცხოვრობდე ქალაქის ცენტრში და იყო პროვინციელი. ეს კარგადაა გახწერილი ოთარ თაბუკაშვილს, რეზო თაბუკაშვილს უკაცრავად. ხო, აი კარგადაა გახწერილი ეს. ამიტომ ჩემთვის არის თბილისი, აი ესეთი ადამიანები არიან და ამავე დროს არის არქიტექტურა, რომელიც საერთოდ ქალაქი შედგება ადამიანებისაგან და არქიტექტურისაგან რა და თუ აი ეს ბალანსი არის, ადამიანები ქმნიან სწორედ იმ არქიტექტურას, წესებს, ურთიერთობას, სიყვარულს და კიდე ერთს ვიტყვი და დავამთავრებ. მე როგორი თბილისი მინდა, იცით რომ ძალიან მალე ვიხილო. თბილისში სახში დაპატიჟება იყო მაგარი რაღაც. ძალიან მაგარი რაღაცა იყო და ეხა სამწუხარო ძალიან ბევრ თბილისელს მეზობლებისგან ეს არ შეუძლია მატერიალური მდგომარეობის გამო, არა მარტო თბილისში, თელ საქართველოში. ქართველისთვის ეს არის ტრაგედია. რომ ადამიანს არ შეუძლია უცბად სპონტანურად თქო რომ წამოდი რა სახში ვიქეიფოთ, იმიტომ რომ მას არ აქვს მაცივარში ის ელემენტი, აქ პურმარელზე კი არა, უბრალოდ ხო, ახლა ჩვენ დროს კარტოფილი და ეს თქო სალათა და აღარ გავაგრძელებ ხა. ხო, კარგი ღვინო და ეს ისე თქმა მინდა რომ ეს არის ტრაგედია. ჩვენ აქედან ამოვიდეთ. არ შეიძლება ქართველი
ხალხი იყოს ღარიბი, პირდაპირ თქვა რა, არ შეიძლება. სულ დიდრები ვართ, მაგრამ ამას მატერიალური შეძლიერება ჭირდება რა და აი ახლა ჩემი ამოცანაა, ჩემ მეგობრებთან ერთად და ყველას ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, სწრაფად ამოვიდეთ ამ კოშმარიდან და დავიწყოთ რა ფეხზე დადგომა და მივხვდეთ რა, რომ ჩვენ არა მარტო ისა ვართ სული დიდრები, არამედ მატერიალურად დიდრები ვართ. სახში სტუმრების დაპატიჟება დავიწყოთ. ხო ეს ნიშნავენ გავაგრძელებდი ამ თემას და არ დავასრულებდი, იმიტომ რომ ეს ქალაქი მართლა არის ქალაქი, რომელიც გელაპარაკება, იმიტომ რომ გელაპარაკება თითოეული ქუჩა, თითოეული სახლი, ეზო, აივანი, სადარბაზო, ყველაფერი გელაპარაკება და მე ძალიან დიდი მეც ვიტოვებ რა თქვენს გამარჯვების შემთხვევაში თქვენს დაელაპარაკებით თქვენ ქალაქს, ხო? და უნდა დავასრულოთ, თქვენ დაასრულებთ თუ მე ჩვენ დავასრულებთ. ეს კიდე რაღაც მომენტში ხუმრობაში გადავიტანე, ნამდვილად არ არის სახურავი ნიკამ რაც მოყვა თქვათ სკოლის დირექტორის შემთხვევა, ხო, რომელიც თავისი დიშვილის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან. ყველამ იცოდეს ალბათ რომ თქვათ თქვენი გამარჯვების შემთხვევაში ესე საჯარო მოხელეები, ვინც თქვათ არ იმსახურებს და კარგად ემსახურება იმ თავის საქმეს, არ დატოვებენ სამსახურებს და ეს არის საშინელება, როდესაც თქვათ გამო თქვათ შეიძლება დიშვილი სადღაც მუშაობს, თქვათ ატოვებინებენ სამსახურს. აი ის უნდა იყოს, რომ ყველა მთავრობის ცვლილებებს არ ეშინოდეს იმ ადამიანს, რომელიც პატიოსთან ემსახურებიან თავის საქმეს. მართლობა ჩანაცვლეს ბევრს. ყოველთვის პირდაპირ გეუბნებით და ჩვენს რომ მოვიდეთ, ეხა ერთპარტიულად დაცვა მოძრაობა ხელისუფლებაში თუ მოვა, ვერ მოხდება რისკების მინიმიზება. ესე იქნება. ასე არის მოწყობილი ეს სისტემა, ასე არის, სხვანაირად არ ინგრევა და ეს მინდა რომ გაიგოს ბევრმა ადამიანმა შეიძლება ზედამთვარე ეხა მართლა ჩემზე არ ამოსდიოდეს ბევრ ადამიანს, ხო? მაგრამ სისტემის ცვლილება, როდესაც ხდება და შესაძლებელია, ჩემის აზრით ეს შესაძლებლობა ხედავ არ არის გასაშვები რა. თორე ხო ვერ გაბედავდა ხო ამ ყველაფერს დღეს აღამოს, მხოლოდ იმიტომ რეალური მიზეზი იყო, რომ არ მიიღო მონაწილეობა აქციის დაორგანიზებაში, რომელიც თავისუფლების მოედან საჯარო მოსამსახურეებს სადაც უხმეს. ბალანსი რო ყოფილიყო სახელმწიფო შტოების შორის, ან გუნდის შიგნით მაინც, ეხა ესე მე მაინც მინდა ერთი რამ თქვა, იმიტომ რომ მე მინდა იმ ქალაქში ვიცხოვრო, სადაც დამარცხებული გამარჯვებულს ხელს ჩამოართმევს და ზოგადად ასეთ ქვეყანაში და მე მინდა ის სტანდარტი დავამკვიდროთ, როგორც პოლიტიკაში, ასევე მედიაში, რომ გამარჯვება უსურვოთ როგორც ერთ მხარეს, კი არა და წარმატება უფრო სწორად, ასევე მეორე მხარეს, ხო? შესაბამისად, მე მინდა წარმატება გისურვოთ თქვენს და წარმატება უსურვო თქვენს მოწინააღმდეგე მხარესაც, იმიტომ რომ ეს თანაბარი ბრძოლა უნდა იყოს. კარგ ქვეყნებში ასე ხდება ხოლმე, ხო? თქვენ წარმატება უნდა უსურვოთ თბილისს. და წარმატება უსურვოთ თბილისს და თბილისს უნდა უთხრათ, რომ თქვენ გაქვთ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე გეხართ და გაქვთ მრავალფეროვანი არჩევანი და თქვენი გადასაწყვეტია მთავარია რომ მივიდეთ საარჩევნო ყუთებამდე, არ დავიზაროთ და იქ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, სანამ ჩავაგდებთ ჩვენს ბიულეტენს შემოხაზულს ყუთში თუ ვის ვაძლევთ ხმას, იმიტომ რომ თქვენ უნდა განსაზღვროთ რეალურად თქვენი მომავალი და არავინ არ გითხრათ და არ მოგატყუოთ, რომ ვიღაცამ სხვამ უნდა რაღაცნაირად ხაზგასმა მოახდინოს თქვენი ცხოვრების, რომ და გადაგიწყვიტოთ ესე იცხოვროთ თუ ისე იცხოვროთ. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტი და ჩვენ ვეცადეთ, რომ დაგვენახებია ის გუნდი, რომელიც ღია არის, ესე ვთქვათ, ღია ეთერში მოსვლისთვის და ღია არის იმისთვის, რომ ძალიან ბევრ თემაზე ვისაუბრონ. შუაღამისას. შუაღამისას კი გამთენიისას ფაქტიურად. მადლობა უნდა ვუთხრათ იმ ხალხს, ვინც გვიყურებს, ხო? ეხლა გვიყურებს 3:09 ეხლა რო ხალხი ყურებით შეიძლება გვიყუროს თუ გვისმენს. მაგათ უყვართ თბილისი თუ უყვართ. ჩაესმის. ჩაესმით. დაამთავრებთ ეთერს თუ ისევ ჩვენ დავამთავრებთ. მადლობა თქვენ, დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივ გუნდს და თქვენ ტელევიზიას. და ბოლოს აჩქარი მაქვს ნიკასთვის ეს კალათბურთის ბურთი, იმიტომ რომ აშკარად არ გამოუვიდა, მინდა გითხრათ, ფეხბურთის თამაში და ეგებ რაღაცნაირად სამქულიანი მაინც შატენოს. ეხლა ხვალსანი კითხვა უნდა გიბურთი. როგორ ხარ კალათბურთს? რო ჩავაგდო მოკლედ ფეხბურთ შეეშვი, ჩვენი ცხოვრება ფეხბურთს გაეშვი. სანამ მიფიქრია, არ გამხსენებია შემოგვიწყდა. არის გამხსენებია. აკე. ვერ დავიჯერე, ვაი! მე არ მესრო. გამხსენები. ხალის აკეში. დავემშვიდობოთ, ხალხსაც დავემშვიდობოთ. ჩვენ პარასკევს შევხვდებით ისევ ზუსტად 12 საათზე. მე 17 სართულზე პირდაპირ ეთერში
ალბათ გახსოვთ 10 წუთით ადრიან 10 წუთით გვიან, მაგრამ მაინც ზუსტად 12 საათზე ეთერში ვარ და ძალიან საინტერესო ეთერი გველოდება. ისევ ასე რომ უნდა დაგველოდოთ. დროებით.